საზოგადოების დიდი ნაწილი, რაღაცა ნაწილი უარს ამბობს მაგალითად პრეზერვატივის გამოყენებას. აქაც უნდა აღინიშნოს, რომ STI-ის გადაცემა არ არის კლასიკური სქესობრივი კავშირის დრო. უშუალოდ კანით-კანთან კონტაქტის შემთხვევაში შესაძლებელია იქნას გადადებული. ეს არ არის, ასე ვთქვათ, სირცხვილი და ეს არ არის რაღაცა, არ უნდა იყოს დაბუდადებული თემა, რომ მოხდეს პარტნიორის გამოკითხვა სხვადასხვა ტიპის ისტორიის თვალსაზრისით. ოცნებადობადი ინფექციები. ხორხის კიბოს მთავარი გამომწვევი მიზეზი ეს არის ორალური სექსი. თუ ჩვენ ბავშვებს ავწრით, ეს ნიშნავს, რომ მივიღებთ მაღალ ეფექტურ დაცვას. გამარჯობა, მოგესალმებით. თქვენ უყურებთ და უსმენთ ჯანსაღ დიალოგს, რომელიც გახლავთ საქართველოს გაეროს ასოციაციის პროექტი და ამ პოდკასტების მომზადებაში ჩვენ გვეხმარება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფაბლაბი, რისთვისაც მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო. დღეს ჩვენი სასაუბრო თემა არის სქესობრივი გადამდები და ავადებები და ეს ინფექციები, რომლებიც ისევ წარმოადგენს გლობალურ და სერიოზულ პრობლემას. თუ თქვენ ახლა უსმენთ და თქვენ გარშემო არიან ბავშვები, შეიძლება რომ მოარიდოთ, იმიტომ რომ მაინც ეს საკითხებზე ვსაუბრობთ, რომელმაც შეიძლება დისკომფორტი გამოიწვიოს. რატო ავარჩიეთ დღეს ეს თემა? ავარჩიეთ იმიტომ, რომ დღესაც კი აი ამ წუთას ყოველდღიურად, ყურადღება მიაქციეთ ამ სიტყვას ყოველდღიურად, 1 მილიონზე მეტი ახალი შემთხვევა ფიქსირდება მსოფლიოს მასშტაბით. ყოველდღიურად 1 მილიონი ადამიანი ინფიცირდება სქესობრივი გზით გადამდები ინფექციებით. და მათ შორის არის რამდენიმე განსაკუთრებით გავრცელებული ინფექცია. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით 15-დან 50 წლამდე ასაკში დღეს ყოველწლიურად 374 მილიონი ახალი შემთხვევა ფიქსირდება. და როგორია საქართველოს მონაცემები? საქართველოს მონაცემები, რომლებსაც საერთაშორისო ორგანიზაციები ითვლიან, ყველაზე ბოლო მონაცემები, რომელიც ახლა ამ პოდკასტის მომზადების დროს იყო ხელმისაწვდომი არის 2019 წლის მონაცემები და საერთო შემთხვევების რაოდენობა ეს იყო 66864 და 100,000 მოსახლეზე რო ავიღოთ, ეს არის 16549 მონაცემი, რომელიც საშუალო მონაცემია, არ წარმოადგენს ეს კატასტროფულად მაღალ გავრცელებას, თუმცა თუ მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით ავიღებთ, მაინც მაღალი გავრცელება გამოდის. რაც ყველაზე საინტერესოა ის არის, რომ აქედან 422,000 შემთხვევაზე მეტი მოდის ქალებზე და დანარჩენი მოდის კაცებზე. ანუ ამ სტატისტიკის მიხედვით ქალებში უფრო მაღალი გავრცელება გვაქვს საქართველოში ვიდრე კაცებზე. ეს შეიძლება იყოს დაკავშირებული სხვადასხვა გამოკვლევებისა და სკრინინგის მოცვაზე, უფრო მაღალ მოცვაზე ქალებში ვიდრე კაცებთან და სხვა მიზეზებით შეიძლება იყოს ამ მონაცემების ასეთი ფორმით არსებობის და კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც უნდა ვისაუბროთ, ეს არის ვირუსული ჰეპატიტები და განსაკუთრებით B ჰეპატიტის ვირუსი, რომელიც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს დღეს ისევ მთელი მსოფლიოს მასშტაბით და ძალიან საქართველოს ისევ მივეკუთვნებით მაღალი გავრცელების ქვეყანას იმის მიუხედავად, რომ ჩვენ ამ C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამამ ზოგადად ჰეპატიტებზე თითქოს ინფორმირებულობა გაზარდა, მაგრამ B ჰეპატიტი დარჩა მაინც აი ამ საინფორმაციო ველის მიღმა. დღეს ჩვენი სტუმარი არის ზაზა თელია, ექიმი, დერმატოვენეროლოგი, მედიცინის დოქტორი და ვისაუბრებთ აი ამ ინფექციურ დაავადებებზე, უფრო უკეთესად გავიცნობთ ამ ინფექციურ დაავადებებს, სქესობრივი გადამდებებ დაავადებებს და იმ პრევენციულ ღონისძიებებს, რომლებიც შეიძლება რომ ადამიანებმა გამოვიყენოთ იმისათვის, რომ თავიდან ავირიდოთ ეს ინფექციური დაავადებები. ზაზა, ძალიან დიდი მადლობა მოსვლისთვის. აქვე ვიტყვი ჩვენ მსმენელისთვის, რომ ეხლა ჩვენი საუბარი ესეთი სტანდარტულად თქვენობით ფორმაში არ წავა. მე და ზაზა დიდი ხნის მეგობრები ვართ, ამიტომ კიდევ უფრო მეტად ესეთი უშუალო დისკუსია გვექნება ამ საკითხზე. ზაზა, დიდი მადლობა სტუმრობისთვის. მადლობა ზურა მოწვევისთვის, დიდი პატივია ჩემთვის და მნიშვნელოვან საქმეს აკეთებ, იმიტომ რომ მე ხშირად მithქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, უმნიშვნელოვანესია მედიცინაში ზოგადად პრევენცია
და ზოგადად პრევენცია დაფუძნებულია და დამყარებულია საზოგადოების სამედიცინო განათლების დონის ამაღლებაზე და თქვენ რა საქმესაც აკეთებთ ზოგადად და მსგავსი ტიპის ფორმატები ზუსტად იმისთვის არის რომ ადამიანების სამედიცინო განათლების დონე ავამაღლოთ და სწორი ინფორმაცია მივაწოდოთ. ამაზე ზახშინც აკეთებ, მრავალი წელია და ხო მეც ზოგადად ესე მიმაჩნია, რომ ის კლინიცისტი ექიმები, რომლებიც ამუშავდა ყოველდღიურად პაციენტებს, ასევე თავისი დროის რაღაცა ნაწილს სწორედ ამას უნდა უთმობდნენ, იმიტომ რომ ეს ინფორმირებულობა საზოგადოებაში თუ არ გაიზარდა, შემდგომში ძალიან დიდი სივრცე რჩება ხოლმე დეзинფორმაციის და ну ისეთი კაი სამიზნე ვართ, განსაკუთრებით ბოლო წლებში უფრო კარგად გამოჩნდა ეს დეзинფორმაციის და ის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სისტემა ხშირად ხდება ხოლმე ამ დეзинფორმაციის სამიზნე, იმიტომ რომ ეს დღეს სახელმწიფოებს შორისაც ერთგვარი ბრძოლის მეთოდია, ხო? ჩამოაქციე რომელიღაც ქვეყნის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სისტემა და დაიქცევა ის ქვეყანა, იმიტომ რომ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კრიზისების ყველა სხვა კრიზისები. მოდი საუბარი დავიწყოთ დღეს იმაზე, ხა კლინიკური პრაქტიკიდან გამომდინარე კონკრეტულ მაგალითებზე, რომ აი ბოლო პერიოდში რა ტენდენციები შეინიშნება, რომელი ინფექციური დაავადებებით არის უფრო მაღალი მომართვიანობა და აი პაციენტებთან ურთიერთობის დროს როგორია შენი ესეთ განწყობა, რამდენად ინფორმირებულები არიან ხოლმე სტანდარტული თავდაცვის საშუალებების შესახებ და პრევენციის მეთოდების შესახებ? კი ბატონო, სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები, რომელსაც მე ჩვენი საუბრის ფორმატში მოვიხსენიებ როგორც STI-ს, იმიტომ რომ შემოკლებით ჩვენ STI-ს ვეძახით, ну ეს ნიშნავს sexually transmitted disease და მთელი მსოფლიოს მასშტაბით ეს STI-ით მოიხსენიებს ყველა ექიმი. ну პირველ რიგში უნდა დავიწყოთ სამწუხაროდ ტერმინოლოგიით რა. სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების, ანუ STI-ის ექიმი არის ვენეროლოგი. ანუ დერმატოვენეროლოგის პროფილურ ასპექტში შედის ეს და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, სამწუხაროდ ისეთ ქვეყნებში, როგორც არის საქართველო, ანუ განვითარებად ქვეყნებში, რეალურად პირველი საუბარი უნდა დავიწყოთ იმით, რომ რაც არ უნდა პარადოქსულად ჟღერდეს, STI-ით პაციენტები უპირატესად მიმართავენ ან უროლოგებს, ან გინეკოლოგებს. ამ საკითხზე საუბარი აუცილებელია, იმიტომ რომ STI-ის მკურნალობა ეხება და ებმის ვენეროლოგს და არა უროლოგს და გინეკოლოგს. მეცაც გეტყვით, უროლოგს არ აქვს უფლება იურიდიულად, ასე ვთქვათ, უმკურნალოს STI-ს. ამიტომ, როდესაც STI ფიქსირდება, აუცილებლად პაციენტი მისამართებელ უნდა იქნას ვენეროლოგთან. მე ხშირად პრაქტიკაში მქონია ისეთი პარადოქსული შემთხვევებიც, როდესაც მაგალითად დერმატოლოგიური პაციენტია მოსული ვიზიტზე და პირობითად ვიზიტის ბოლოს გეკითხება, რომ იცით რა, ეს კანის პრობლემა გასაგებია, მაგრამ მე კიდევ ვენები მაწუხებს და აი ვენებზეც რამე მირჩიეთ, ხო? ხო, ესეც იგივე მივდივართ ისო patient education-ამდე, ანუ პაციენტის განათლებაზე, იმიტომ რომ ვენეროლოგია ასოცირდება ვენების ექიმთან, ხო? ეს ძალიან ცუდი ფაქტია, ამიტომ ჩვენ ამ ფაქტის წინაშე ბრძოლა გვიწევს რითი განათლებით, ხო? ვენეროლოგი არის STI-ის ექიმი, ანუ სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების ექიმი და აბსოლუტურად ვეთანხმები იმ სტატისტიკას და იმ მონაცემებს, რაც შენ დაასახელე მონოლოგში, რომ მზარდია სტატისტიკა, საგანგაშოა და ეს ყველაფერი არა მარტო საქართველოში არ ეგონოს მაყურებელს, რომ მარტო საქართველოში, არამედ განვითარებულ ქვეყნებშიც რეალურად ზოგადად პაციენტების და საზოგადოების განათლების დაბალი დონის გამო ზუსტად ეს პირდაპირ ასახულია ამ სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების პრევალენზე, ანუ ავადობაზე. ანუ იმის თქმა მინდა, რომ პრევენციულ მეთოდებს არ იცნობენ ადამიანები, როგორ შეიძლება STI-ისგან თავი დავიცვათ, რა უნდა გაკეთდეს და რა არის დაცვის ყველაზე საუკეთესო საშუალებები. პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რა თქმა უნდა, კონდომები, იმიტომ რომ კონდომი არის ყველაზე საუკეთესო საშუალება,
პრეზერვატივზეა საუბარი, კონდომს ვეძახით ჩვენ. კონდომი არის საუკეთესო საშუალება იმისა, რომ მოხდეს STI-სგან თავის დაცვა. კონდომი შეიძლება იყოს კაცის, შეიძლება იყოს ქალის, განსხვავება არის მათ შორის და დაცვის თვალსაზრისით კაცის კონდომი ბევრად უფრო ეფექტურია ვიდრე ქალის კონდომი. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ კონდომი არ არის 100%-იანი თავდაცვის საშუალება და მას არ აქვს უნარი ყველა ტიპის სქესობრივი გზით გადამდები ინფექციისგან დაიცვას ადამიანი. STI-ის ჩამონათვალს რო გადავხედოთ, არის უამრავი, დაახლოებით 40-მდე STI არსებობს. აქ იგულისხმება ბაქტერიული ინფექციები, ვირუსული ინფექციები, სოკოვანი ინფექციები, პროტოზოული და პარაზიტული ინფექციები, ეს არის ჩამონათვალი იმ STI-ისა, რომლებიც გვხვდება. რა თქმა უნდა, რაოდენობრივად ბაქტერიული ინფექციები უფრო მეტი გვაქვს, თუმცა, რა თქმა უნდა, ვერ დავუყოფთ ჩვენ სირთულის მიხედვით, როგორც ბაქტერიული სქესობრივი გადამდები ინფექცია შეიძლება იყოს საგანგაშო და სირთულესთან დაკავშირებული, ასევე შეიძლება იყოს ვირუსულიც და მათი მკურნალობა, რა თქმა უნდა, განსხვავდება და პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ პრევენცია ჩვენ აღვნიშნეთ, პროფილაქტიკა, პრევენცია და დიაგნოზის სწორი დასმა და აქ აუცილებლად აღსანიშნავია ასევე ჰიპერდიაგნოსტიკის თემებიც, იმიტომ რომ ხშირად ჰიპერდიაგნოსტიკასაც ვაწყდებით ხოლმე და აქ ბევრი ფაქტორებია ამაზე დამოკიდებული, თვითონ ლაბორატორიული ფაქტორები, ექიმის მიერ სიმპტომური ანამნეზური მონაცემების და კლინიკური ნიშნების, ასე ვთქვათ, მთელი ასპექტები არის. რომელიც თვითონ ამ დაავადებების გამოვლენის ფორმებიდანაც გამომდინარეობს, ხო, მრავალფეროვანი რო არის. აი ზუსტად ეს არის აბსოლუტურად დამოკიდებული თვითონ პროფილზე. აი როგორც დერმატოლოგი ერკვევა დერმატოლოგიაში, ანუ კანის დაავადებებში ყველაზე საუკეთესოდ და აუცილებელია რომ კონკრეტული ტიპის პრობლემების დროს დერმატოლოგმა უკუნალოს კანის დაავადებებს, ასევე მნიშვნელოვანია ვენერიულ დაავადებებს, ანუ STI-ს უკუნალოს ვენეროლოგმა, იმიტომ რომ თუ ჩვენ მსოფლიო სტატისტიკას გადავხედავთ, ჰიპერდიაგნოსტიკა და ჰიპერმკურნალობას ვაწყდებით და პოლიფარმაციას კიდე თავისი ნიუანსები და სერიოზული პრობლემები აქვს, რაც მაგალითად ასოცირებულია ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტობასთან და საგანგაშო მაჩვენებლებია ამ კუთხით და ეს ინფექციები სამწუხაროდ ბოლო პერიოდია რეზისტენტულები ხდებიან ამ ანტიბიოტიკების მიმართ და მერე უკვე ექიმს აღარ აქვს ხელში ის იარაღი, ასე ვთქვათ, ბჭყალებში, რომლითაც შეიძლება მას უმკურნალოს. ამიტომ უმნიშვნელოვანესია, რომ პოლიფარმაციისგან და ასევე ჰიპერდიაგნოსტიკისგან იყოს პაციენტი დაცული და აი ამის გამო მნიშვნელოვანია, რომ ექიმი, ვენეროლოგმა უკუნალოს ამ პრობლემას, იმიტომ რომ სტატისტიკას თუ გადავხედავთ, ზუსტად თუ ვენეროლოგი უმკურნალებს STI-ს, იქ პოლიფარმაციისა და ჰიპერდიაგნოსტიკის მაჩვენებლები მინიმალურია. ეს პოლიფარმაციას რო განუმარტოთ, იმას საქვია ჩვენ მსმენელს. პოლიფარმაცია გულისხმობს, როდესაც დანიშნულია ბევრი არასაჭირო medicamenti, მათ შორის სტატისტიკურად ყველაზე ხშირად ვაწყდებით ანტიბიოტიკების არასწორ დანიშვნას, რომელიც შემდგომ უკვე პირდაპირ აისახება ამ ინფექციების რეზისტენტობასთან რეალურად, ამიტომ მნიშვნელოვანია ეს საკითხი იქნას გათვალისწინებული. ასევე მნიშვნელოვანია გათვალისწინებული იქნას რეკომენდებული მისაღები პროტოკოლით გათვალისწინებული მედიკამენტების დოზირებებიც, რომელიც ჩემს პირად პრაქტიკაში და ეს მაგალითები პირდაპირ აისახება ამ ყველაფერზე, ეს მაგალითები ჩემს პრაქტიკაშიც არის, როდესაც მაგალითად მოხდა STI-ის, დადასტურებული STI-ის მკურნალობა სწორი ანტიბიოტიკით, პირობითად ბაქტერიული ინფექცია არის სქესობრივი გზით გადამდები და დანიშნული იქნა სწორი ანტიბიოტიკი, მაგრამ არასწორი დოზირებით. ანუ მაგალითად 10 მაგი დოზით, რაც საჭირო არ იყო.
რეალურად ეს ნიშნავს იმას, რომ პაციენტმა მიიღო საჭიროზე 10-მაგად უფრო მეტი დოზა, რომელიც ასევე ასოცირებულია და მივდივართ ისევ რეზისტენტობასთან. ასევე კიდევ შეწყვეტა დროზე ადრე. ნუ ეს კიდე რა თქმა უნდა ცალკე ერთი გამომწვევია ამ რეზისტენტობის განვითარების და მივდივართ მე კრიზისამდე საბოლოო ჯამში ამ ანტიმიკრობული რეზისტენტობის, იმიტომ რომ ეს ინფექციები იცვლიან ფორმებს, გვიბრუნდებიან უფრო გაძლიერებული, უკვე ისეთი ფორმებით, როცა ჩვენ მათ წინააღმდეგ რაღაცა კონკრეტული ინსტრუმენტები აღარ გვაქვს. და ესეთი რაღაცა მაინტერესებს, რომ ნუ აი ხო ვისაუბრეთ ჩვენ ამ სტანდარტულ თავდაცვის საშუალებებზე, ხო, როგორც არის მაგალითად პრეზერვატივების გამოყენება. როგორც ჩანს ბოლო პერიოდში, ტენდენციები არის ისეთი, რომ რაღაცა მარტო ჩვენთან არა, ნუ გლობალურად გულისხმობ, მაშინ როცა გამოჩნდა პრევენციული სერვისები ისეთ განსაკუთრებით პოპულარული და საშიში ინფექციების მიმართ, როგორც არის მაგალითად პრეპი, ამაზე მე ვისაუბრებ, ხო, ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსის, აიფშიცის საწინააღმდეგოდ, როცა ადამიანები არიან მაგალითად პირობით დაცრილი ადამიანის პაპილომავირუსებზე, ჰეპატიტზე და ასე შემდეგ, მე საზოგადოების დიდი ნაწილი, რაღაცა ნაწილი უარს ამბობს მაგალითად პრეზერვატივის გამოყენებაზე, იმიტომ რომ აი აქ მაქვს ესეთი რომ ყველა საშიში ინფექციებისგან დაცული ვარ, იმიტომ რომ მაგალითად არის ჩართული პრეპის პროგრამაში და აცრილია ამ ინფექციებზე, რომელიც ვახსენეთ, და დანარჩენი კი განიკურნება. აი ამ ტენდენციას შენს თუ ამჩნევ შენ გარშემო პაციენტებში. რომ უგულებელ ყოფენ მაგალითად პრეზერვატივების გამოყენებას. ეს ტენდენცია არა მარტო შენს მიერ დასახელებული ფაქტორის კუთხით შეიძლება იქნას აღნიშნული, ამის გარეშეც. მაგალითად, თვითონ საზოგადოებაში ამ კუთხით განათლების დონე იმდენად დაბალია, რომ რეალურად ესეც რომ გვერდზე გადავდო და ამ საკითხს რომ არჩევ, ისედაც პრობლემაა კონდომების გამოყენება. აქ ასევე აუცილებლად უნდა იქნას აღნიშნული, რომ სტატისტიკურად STI-ის გადაცემის ყველაზე ხშირი ფაქტორი არის მაშინ, როდესაც ჩვენ გვაქვს დაუცველი სქესობრივი კავშირი უცხო პარტნიორთან. და დაუცველი სქესობრივი კავშირი უცხო პარტნიორთან არ პარტნიორებთან ეს ყველაზე ხშირად ხდება, როდესაც სტატისტიკურად მაქვს საუბარი, როდესაც ადამიანი იმყოფება არაფხიზელ მდგომარეობაში, მაგალითად, ანუ ამასაც უნდა შევეხოთ, რომ როდესაც მაგალითად ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ არის, ან ალკოჰოლური სასმელის ზემოქმედების ქვეშ არის, აი ამ შემთხვევაში სტატისტიკურად მთელ მსოფლიოში უფრო მეტად არის არადაცული სქესობრივი კავშირი დაუგეგმავი. ანუ დაუგეგმავი თან რაღაც სიფრთხილის ზომები ისეთი გააზრებული აღარ არის ხოლმე ამ დროს და იგნორირება ხდება. აღინიშნოს, დიახ, იმიტომ რომ აქაც უნდა აღინიშნოს, რომ STI-ის გადაცემა არ არის კლასიკური სქესობრივი კავშირის დროს, არამედ შესაძლებელია STI-ის გადაცემა მოხდეს ორალური სექსისაც და ანალური სექსითაც და ასევე შეიძლება მოხდეს საერთოდ არასქესობრივი კავშირის შემთხვევაშიც. ანუ მაგალითად აქ საუბარია კანით კანთან კონტაქტზე და ჩვენ ალბათ ამაზე ვისაუბრებთ. აი მაგალითად კონდომი, რომელზეც მე ვისაუბრე, რომ არის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გზა სქესობრივი გზით გადამდები და ავადებებისა, მაგალითად კონდომი ვერ დაგვეხმარება პაპილომა ვირუსის და ასევე ჰერპეს ვირუსების სწორად აღნიშნეთ გადაცემაში. არ იქნება, იმიტომ რომ როგორც წესი, ჰერპესი მაგალითად ეს ვირუსული ინფექცია და პაპილომაც, რომელიც ასევე ვირუსული ინფექცია, უშუალოდ კანით-კანთან კონტაქტის შემთხვევაში შესაძლებელია იქნას გადადებული და ჰერპესისთვისაც და პაპილომისთვისაც არ არის მხოლოდ ქალის ან კაცის გენიტალური არე, ანუ ის შეიძლება ზუსტად ორგანოდან ცოტა მოშორებით იქნას კანზე აღმოჩენილი, ან პირობითად შესაძლებელია აღმოჩენილი იქნას
სახის არეზე, ტუჩების გარშემო ან პირის ღრუშიც რეალურად და უშუალოდ კანით-კანთან კონტაქტის ან ლორწოვანთან კონტაქტის შესაბამისად მოხდეს ერთი ადამიანიდან მეორე ადამიანზე მისი დაინფიცირება, ანუ გადადება. შესაბამისად ესეც უნდა იქნას გათვალისწინებული დაცვის თვალსაზრისით და აქ აუცილებლად უნდა აღინიშნოს ასევე კონტაქტი და საუბარი პარტნიორთან. ეს მნიშვნელოვანი კომპონენტია, იმიტომ რომ მაინც ერიდებიან ხოლმე, ხო? გადადებული თემა არის, ხო. სქესობრივი კავშირის დამყარებამდე მნიშვნელოვანია მოხდეს კომუნიკაცია, საუბარი, დიალოგი, შეთანხმება გარკვეული ტიპის დაგეგმვა, როგორც სქესობრივი კავშირის, ასევე ეს არ არის, ასე ვთქვათ, სირცხვილი და ეს არ არის რაღაცა, არ უნდა იყოს დაბუდადებული თემა, რომ მოხდეს პარტნიორის გამოკითხვა სხვადასხვა ტიპის ისტორიის თვალსაზრისით, რომ მას გქონდეს გარკვეული ტიპის ინფორმაცია თუ არის რაიმე გარკვეული ტიპის რისკი, რომ ამ ადამიანს ჰქონდა შემხებლობა სხვადასხვა ტიპის სქესობრივი გზით გადამდებ ინფექციებთან. აი ეს ძალიან მნიშვნელოვანია. თუმცა როგორც მე აღვნიშნე, კონდომი ზოგადად STI-ის პრევენციაში ყველაზე საუკეთესო საშუალება, თუმცა რა თქმა უნდა არა 100%-იანი. კი ბატონო. აი ეს ტესტირების კომპონენტი კიდე ერთი ალბათ ესეც ხო ასეთი კულტურის ნაწილია, ხო, რომ თუნდაც აი ესეთი შემთხვევები, რომლებზეც ახლა ვისაუბრეთ, რომ წახვედი, აქვე მოდი ერთ რაღაცას ის ვქნათ, რა ქვია, ხაზი გავუსვათ, რომ აქ რაღაცა ჩვენ არავის არ ვჯაჯავთ იმაზე, რომ ისეც რაც უნდა რასაკვირველი ის უნდა გააკეთოს, როგორც უნდა ისე იცხოვრებს, ყველაფერი მოსულა, მაგრამ უბრალოდ სიფრთხილის ზომები, რომლებიც აქ არის გასტარებელი, ხო? და როგორც საკუთარი თავის მიმართ, ისე იმ პარტნიორის თუ პარტნიორების მიმართ, რომელიც შეიძლება რომ ადამიანს ყავდეს. და ნუ აი ეს შემთხვევა როცა ვახსენეთ, ალკოჰოლის, სხვა ფსიქოაქტიური ნივთიერებების გამოყენება და ასე შემდეგ, რომელზეც შეიძლება რაღაცები მოყვეს შემდგომში, ამის შემდეგ ძალიან კრიტიკულია ასევე ტესტირება, ხო? რომ ერთის მხრივ ჩვენც წინას ადრეულად გავიგოთ რაღაცა პრობლემა შეგვექმნა თუ არა აქედან გამომდინარე და მერე უკვე ვიცნობთ სხვა ადამიანებთან ვინც იყო ჩვენი პარტნიორი რომ ისინი საქმის კურსში ჩავაყენოთ. აი ტესტირების კომპონენტზეც რო ვისაუბროთ ახლა რომ აი რატო არის ესეთი მნიშვნელოვანი რომ ვიცოდეთ რა გვჭირს რა შემთხვევაში ანუ რა გართულებები შეიძლება გამოიწვიოს ამ სქესობრივი გზის გადამდებმა სხვადასხვა ინფექციებმა იმ შემთხვევაში როცა მკურნალობა არ ხდება. იმიტომ რომ თან უმეტესად ესენი ხშირად უსიმპტომოდ მიმდინარეობს, ხო? კი ბატონო, სკრინინგსაც შეეხება ზოგადად მნიშვნელოვანი საკითხია სკრინინგი, მაგრამ მარტივად გასაგები რო იყოს, ეს არის ძალიან სპეციფიური და ინდივიდუალური. ყველა ადამიანს, რა თქმა უნდა, სკრინინგი არ სჭირდება. ამიტომ მნიშვნელოვანია, მაგალითად, ექიმთან, მაგალითად, ვენეროლოგთან კონსულტაციის საფუძველზე განისაზღვროს ზოგადად ადამიანს სკრინინგი სჭირდება თუ არ სჭირდება. აქ საუბარი ან რომელ დაავადებაზე სჭირდება. აქ საუბარი არის მის ისტორიაზე, ანუ მის სქესობრივ აქტივობასთან, პარტნიორების რაოდენობასთან და სქესობრივი აქტების სიხშირესთან. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. აქ აი მაგალითს მოვიყვან, მაგალითად პაპილომა ვირუსის ვაქცინაციასთან დაკავშირებით, საბედნიეროდ პაპილომა ვირუსის ვაქცინაცია არსებობს და რეკომენდებულია და უკვე ჩვენს ქვეყანაში საბედნიეროდ არის რომ იქნას აცრილი ბავშვები. რატომ მიიღეს რეკომენდაცია ზოგადად ჩვენზე ჭკვიანმა ადამიანებმა თავის დროზე რომ მოხდეს პაპილომა ვირუსით აცრა ბავშვებში. იმიტომ რომ პაპილომა ვირუსის აცრა ყველაზე საუკეთესოდ იცავს სანამ ადამიანს ექნება შემხებლობა პაპილომა ვირუსთან. უკვე შემხებლობაში არსებული პაპილომა ვირუსის შემდგომ ვაქცინაციის ეფექტურობა მცირდება. ამიტომ თუ ჩვენ ბავშვებს ვიღებთ მაქსიმალურ შედეგს, თუ ჩვენ ბავშვებს ავცრით, ეს ნიშნავს რომ მივიღებთ მაღალ ეფექტურ დაცვას, რომ ამ ბავშვს მომავალში, როდესაც ეს ბავშვი სქესობრივ
აქტივობას დაიწყებს და შემხებლობა ექნება ვირუსთან, როცა ბავშვი აღარ იქნება, რა თქმა უნდა, ის იქნება დაცული. უკვე ადამიანს, რომელსაც შემხებლობა ჰქონდა კონკრეტულად პაპილომა ვირუსთან, მაგ შემთხვევაში თუ ვაქცინას გავაკეთებთ, აქ უკვე კონტროვერსი არის, ანუ საკამათო თემაა, დაიცავს თუ არ დაიცავს. აი, აქედან პარალელი რო გავავლოთ, ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ მოხდეს მაგალითად ვაქცინაცია იმ შემთხვევამდე, სანამ მოხდება სქესობრივი აქტივობა და სქესობრივი პარტნიორების გაჩენა და რაოდენობრივად ბევრის მაგალითად, რაც შეეხება სკრინინგს, სკრინინგი უნდა იქნას ინდივიდუალურად გათვალისწინებული იმ ადამიანებისთვის, ვისაც რამდენი და რა სიხშირის სქესობრივი პარტნიორი ჰყოლია. თუ ადამიანს ჰყავდა ბევრი სქესობრივი პარტნიორი, თუ ადამიანს წარსულში ჰქონდა ბევრი სქესობრივი კავშირი დაუცველი სხვადასხვა პარტნიორებთან, ან მაგალითად ერთ პარტნიორთან და ჩვენ და იმას ყავდა სხვა პარტნიორები, აი ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა რეკომენდებულია რომ გაკეთდეს სკრინინგი, მაგრამ სკრინინგი უნდა იყოს cost effective, ანუ ხარჯთეფექტური პაციენტისთვისაც, იმიტომ რომ სკრინინგი არ ღირს IAP, სკრინინგი გარკვეულ თანხებთან არის ასოცირებული და როგორც წესი, მაგალითად საქართველოს დაზღვევის სისტემას მე კარგად ვიცნობ, იმიტომ რომ დაზღვევაში ვმუშაობდი წლების განმავლობაში, სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები და მათი სკრინინგი არ იფარება. ამიტომ პაციენტს უწევს თავისი ჯიბიდან ამ თანხების გადახდა და საბედნიეროდ გვაქვს ჩვენ მაღალ სპეციფიური და მაღალ სენსიტიური კვლევები PCR მეთოდთან დაფუძნებული, ანუ PCR მეთოდით ჩატარებულ კვლევები უფრო უკეთესად და კარგად იჭერს სქესობრივი გზით გადამდებულ ინფექციებს, მაგრამ მისი უარყოფითი მხარე არის ის, რომ არის ძალიან ძვირი. ამიტომ თუ ჩვენ გვაქვს გარკვეული ტიპის მოლოდინი იმისა, რომ არის გარკვეული ტიპის სქესობრივი გზით გადამდებები ინფექციები, რეკომენდაციას ვიძლევით, რომ მოხდეს ჩატარება დიაგნოსტიკური კვლევების, რომელიც საუკეთესო ოპტიმალური საშუალება არის გაკეთდეს PCR მეთოდით, იმიტომ რომ PCR მეთოდი ყველაზე მაღალ სენსიტიური და სპეციფიურია, მაგრამ ის არის ძვირადღირებული. ამიტომ ანამნეზს ძალიან დიდი მნიშვნელობა, რაზე გავაკეთოთ კვლევა და რა კვლევა გავაკეთოთ და რა კვლევა არ გავაკეთოთ. აი ასე მაგალითად შეიძლება პაციენტი მოვიდეს ვენეროლოგთან კონსულტაციაზე, მას ჰქონდეს სიმპტომი, აი პირობითად ვისაუბროთ გონორეაზე, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ხშირი ბაქტერიული სქესობრივი გზით გადამდები ინფექციაა. მე მყოლია ასეთი პაციენტი, რომ მოვიდა ჩივილებით, გასინჯვით, ეს არის ცალსახად გონორეა. ისმის შეკითხვა, თუ ეს ცალსახად გონორეისთვის დამახასიათებელი გამოვლენა აქვს, მაშინ პაციენტს რაღაცომ გავუკეთო მე PCR მეთოდით კვლევა გონორეაზე, რომელშიც უნდა გადაიხადო 300 ლარი მაგალითად, ხო? ეს მისთვის ხარჯთეფექტური არ იქნება. პაციენტს უხსნით, რომ გასინჯვით ეს არის გონორეისთვის დამახასიათებელი, ცალსახად დამახასიათებელი ნიშანი და გამოკვლევის გარეშე ვიწყებთ ემპირიულ ანტიბიოტიკოთერაპიას. ემპირიული ანტიბიოტიკოთერაპია ნიშნავს, რომ პაციენტს გამოკვლევის გარეშე უნიშნავთ იმ ანტიბიოტიკს, რომელიც რეკომენდებულია გონორეის დროს. მაგრამ ეს პაციენტს უნდა აეხსნას, იმიტომ რომ პაციენტმა შეიძლება შეკითხვა დასვას. კი, მაგრამ კვლევის გარეშე რატომ ინიშნავ ანტიბიოტიკს, რა იცი რო გონორეაა. აი ამიტომ ეს დიალოგის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. უნდა აეხსნას, რომ აი გონორეისთვის არის უშუალოდ დამახასიათებელი მსგავსი ტიპის სიმპტომი და მე 100%-ით გეუბნები, რომ ეს არის გონორეა და შენ არ გჭირდება. ხო, ესენი არის დამხმარე მეთოდები, ხო? ანუ ლაბორატორიული სხვა შემთხვევებში, ხო, მედიცინის სხვა მიმართულებებში ეს რენტგენოლოგიური გამოკვლევები, ესენი დამხმარე მეთოდებია. პირველ რიგში ამას გადაწყვეტილებას ექიმი იღებს, ანამნეზს რო უწოდებთ, ხო, როცა ესაუბრება პაციენტს და ამ ისტორიის საფუძველზე უკვე ჩართვას აკეთებს და დიაგნოზს სვამს, ან მიახლოებს და მე ადასტურებს სხვადასხვა გამოკვლევებს. მაგრამ ნუ რაღაც შემთხვევებში, ხო, ნუ მოკეთ ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ერთი უნდა ხაზი გავუსვათ ამ საკითხს, რომ ექიმები, ვენეროლოგები იმისთვის არსებობენ, რომ ამ საკითხებზე ვესაუბროთ, ამაში არაფერი არ არის სასირცხვილო და ასე უნდა, ეს ყველაფერი ძალიან ადამიანურია, ხო? არც ერთი ადამიანი დედამიწის ზურგზე არავინ არ არის დაზღვეული იმისგან, რომ რომელიმე სქესობრივი გადამდები და
ინფექცია არ დაემართება ყველა ადამიანი თითოეული ამ დედამიწის მოქალაქე გავდივართ ამ გზას და მთავარია რომ რაღაცა იმაში იზოლაციაში არ მოვიქცეთ თავი და არ დავაჯეროთ საკუთარ თავს რომ ეს საფრთხეები ჩვენ არ გვემუქრება. ყველა შეიძლება რომ დაემართოს. ზაზა სანამ გადავალთ ესე უშუალოდ რაღაც დაავადებების განხილვაზე მინდა რომ კიდე ერთ საკითხს მოვუყავთ იმ შეჯამებასავით რომ გავაკეთოთ. წეღან შენ ახსენე რომ სქესობრივი განამდები დაავადებები და გადამდები ინფექციები არ არის აუცილებელი რომ მხოლოდ ესეთი ბრწყალებში სტანდარტული ანუ პენეტრაციული სექსით გადადიოდეს, იმიტომ რომ ორალური სექსითაც გადადის ისინი და ორფრივი მასტურბაციითაც გადადის და ასე შემდეგ, ხო? იმიტომ რომ ეს კონტაქტების მნიშვნელობა ხო სწორად ახსენე, რამე კიდე ხო არ უნდა დავამატოთ ამ საკითხს, ხო? დიახ, აი მაგალითად სტატისტიკას თუ გადავხედავთ, აი ისევ პაპილომა ვირუსის მაგალითზე ვიტყვი. მზარდია სტატისტიკა პაპილომა ვირუსით სამწუხაროდ ოროფარინგეალური სიმსივნეებისა. ჩვენ ზურა შენ აღნიშნე საშვილოსნოს ყელის კიბო, რომელიც უშუალოდ HPV არის, ანუ ადამიანის პაპილომა ვირუსი ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი და ამის გამო არის სკრინინგი ქალებში, ეს ყველას მოეხსენება და ასევე რა თქმა უნდა ვაქცინაცია. მაგრამ აღმოჩნდა რომ ბოლო წლებია დაახლოებით 20 წელზეა საუბარი, ბოლო 20 წელია რომ აი მზარდია სტატისტიკა ოროფარინგეალური სიმსივნეებისა, რომლის პირხახი, ხო, ოროფარინგეალური ნიშნავს პირხახის მიდამოში განვითარებული სიმსივნეებისა და სტატისტიკას თუ გადავხედავთ, დაახლოებით 60% ამ სიმსივნეების გამომწვევი ყოფილა პაპილომა ვირუსი. და ზუსტად შენ შეკითხვაზე პასუხი არის ის, რომ ანუ ორალური სექსი არის ერთ-ერთი იმის რისკ ფაქტორი, რომ მოხდეს ოროფარინგეალური სიმსივნის განვითარება, ამიტომ მნიშვნელოვანია. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ბავშვები, როგორც ბიჭები, ასევე გოგოები კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ იქნას ვაქცინაცია ჩატარებული იმის მიხედვით, თუ როგორც არის პროტოკოლი გათვალისწინებული, ამიტომ პაპილომა ვირუსს აქვს თავისი გენოტიპები, ამ გენოტიპებთან არის ასოცირებული ყველა პაპილომა ვირუსი, რა თქმა უნდა, სიმსივნის განვითარების რისკ ფაქტორი არ არის. ეხლა მაინც გავშლი ამ თემას იმ კუთხით, რომ ანუ პაპილომა ვირუსი ასევე მეჭეჭებს იწვევს, რომელიც ჩვენ ვეძახით ექსტრაგენიტალურ, ანუ არაგენიტალურ არეში მდებარე მეჭეჭები, ესენი როგორც წესი არ არის დაკავშირებული იმ გენოტიპებთან, რომლებიც არის სიმსივნის გამომწვევი. ამიტომ აქ იმის თქვა მინდა, რომ ყველა მეჭეჭი არ ნიშნავს, რომ ეს რისკია კიბოს განვითარების, ანუ კონკრეტულ გენოტიპს. ისიც პოტენციალიც არ გააჩნიათ, რომ არ გააჩნიათ, ხო. აქ საუბარია სქესობრივი გზის გადამდები პაპილომა ვირუსზე, კონკრეტულ გენოტიპებზე, რომლებიც რამდენიმე შტამზე, რომლებიც არის ასოცირებული. ამიტომ აი ოროფარინგეალური ცხვირხახის კიბოების ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი ეს არის და ამიტომ არის მნიშვნელოვანი რომ მოხდეს და აქ არა მარტო ორალური სექსით, არამედ ეს შესაძლებელია მაგალითად პირობითად კოცნითაც, მოკლედ კანთან ან კანის ლორწოვანთან უშუალო კონტაქტის საფუძველზე შეიძლება მოხდეს ამის გადადება, როგორც მაგალითად ასევე ჰერპეს ვირუსებისა. იმიტომ რომ ესენი არის კონტაქტური ინფექციები, ხო? ანუ skin to skin ჩვენ კონტაქტურს ვეძახით მაგას. აი ახლა ცოტა ხნის წინ ძალიან ისეთ საინტერესო სტატიას ვკითხულობდი და აი ამ სტატიაში სწორედ რაც ახლა შენ თქვი, სწორედ ეგ იყო, რომ ხორხის კიბოს მთავარი გამომწვევი მიზეზი ეს არის ორალური სექსი. Bad news. ანუ ესეთი ფორმულირება იყო, რაც რა თქმა უნდა, ახლა ცოტა ყვითელი სათაურია, მაგრამ საფუძველი არის აი ეს, რაც ახლა ჩვენ ვისაუბრეთ, ადამიანის პაპილომა ვირუსები, რომელიც სტატისტიკაში დაწინაურდა პირველ რიგში კაცებში, დაწინაურდა დასავლეთის ქვეყნებში. და რატო დაწინაურდა დასავლეთის ქვეყნებში? დაწინაურდა იქიდან გამომდინარე, რომ უკვე ტრადიცია აქვთ მათ ქალებში და გოგოებში
ვაქცინაციისა და სკრინინგის ბიჭებს შედარებით უფრო გვიან დაიწყო დასავლეთ ქვეყნებში და სტატისტიკაში მცირდა საშვილოსნოს ყელის კიბოების. აქედან გამომდინარე სტატისტიკაში გამოჩნდა უკვე ბიჭებში პირხახის მიდამოში განვითარებული კიბოები, თან კიდევ იმიტომაც რომ თამბაქო, ალკოჰოლი, ანუ ეს დამატებითი ფაქტორები, რომლებიც წყალებში ეხმარება ადამიანის პაპილომა ვირუსს, აი იმ გაავთვისებიანობაში, რომ შემდგომში ეს მძიმე შედეგები გამოიწვიოს, უფრო კაცებშია ეს ქცევები მეტად სტატისტიკურად ვიდრე ქალებში, ანუ უფრო მეტი კაცი ეწევა და სვამს, ვიდრე ქალი და შესაბამისად ასეთი მონაცემები გვაქვს. და ოღონდ აქ კიდე ერთ საკითხს უნდა გავუსვათ ხაზი, რომ როცა ჩვენ საუბრობთ, რომ კაცებში არის კიბოები ხორხის კიბო, ყელის კიბო გავრცელებული და ეს არის ორალური სექსით განპირობებული ერთ-ერთი მიზეზი. აქ ჩვენ და ხაზი ასევე გავუსვათ, რომ ჩვენ არ ვსაუბრობთ მხოლოდ კაცებზე, რომელსაც სექსი აქვს კაცებთან. სტატისტიკის მიხედვით აქ არის ჰეტეროსექსუალური კონტაქტები, ხო? ანუ იმ კაცებს აქვთ სტატისტიკურად უფრო ხშირად ამ მიზეზებით გამოწვეული ეს კიბოები, რომლის პარტნიორებიც არიან ქალები. და ეს კიდე ერთხელ ხაზს უსვამს, რომ ის პრევენციული ღონისძიებები, რომლებიც არსებობს საბედნიეროდ, როგორც არის ვაქცინაცია ადამიანის პაპილომავირუსის საწინააღმდეგო და სკრინინგი ქალებში, ამას აქტიურად უნდა იყენებდნენ ადამიანები, იქ სადაც ეს ხელმისაწვდომია ყველა ქვეყანას ეს არ აქვს, ხო, ადამიანის პაპილომავირუსებთან დაკავშირებული სერვისები ძალიან ძვირადღირებული სერვისებია. აქვე უბრალოდ ხაზს გავუსვამ, რომ ჩვენთან საქართველოში ეს სკრინინგი ქალების 25 წლის ასაკიდან გვაქვს, ეს სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავდება. ეს დამოკიდებულია ხოლმე ეპიდემიოლოგიურ მონაცემებზე, ჩვენ მაღალი გავრცელების ქვეყანების რიგში ვართ, ინფორმირებულობა საკმაოდ დაბალია და აქედან გამომდინარე დაბალ ასაკში იწყება შედარებით სკრინინგი, ეს სერვისი უფასოა და შეუძლიათ რომ ამის შესახებ ინფორმაცია ჩვენს ვებგვერდზეც ნახონ, ვიდეოს აღწერაში ნახავთ შესაბამის ფორმულებს და ნახავთ ასევე იმ დაწესებულების ჩამონათვალს, სადაც ამ სერვისების მიღება, სახელმწიფო სერვისების მიღება შეგიძლიათ. კიდე ერთ საინტერესო საკითხი ახსენე ზაზა, ეს იყო კოცნით გადადებადი ინფექციები. ესეთი სტატისტიკურად ხშირად დასმული შეკითხვებია ხოლმე, მათ შორის იგივე ჩვენ სოციალურ ქსელებში, როცა სხვადასხვა ინფექციურ დაავადებებზე ვსაუბრობთ, კოცნით თუ გადადის, ანუ განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობას ყველაზე ხშირად ეს აინტერესებთ ხოლმე და არის ესეთი დაავადებები, ხო, რომელიც კოცნითაც გადადის, აი იგივე ინფექციური მონონუკლეოზი, რომელსაც კოცნის დაავადებასაც ეძახიან. აი ამ საკითხსაც რო ვისაუბროთ, კოცნა რამდენად არის კავშირში ასეთი ტიპის ინფექციურ დაავადებებთან. კოცნით რა თქმა უნდა შესაძლებელია STI გადავიდეს. აქ უპირატესად თუ სტატისტიკურად რისკის ფაქტორის კუთხით ვისაუბრებთ, უპირატესად უფრო მეტად არის ვირუსული ინფექციების გადადების მაღალი პრევალენსი, ანუ ვირუსული ინფექციები უფრო მეტად არის მაგალითად უშუალოდ კონტაქტით, ანუ კოცნით გადამდები, თუმცა რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, მაგალითად ისეთი რთული და ცუდი დაავადება, როგორც არის სიფილისიც შეიძლება გადავიდეს კოცნით, იმიტომ რომ სიფილისის პირველადი სიფილისის პირველი სტადიის სიფილისის დროს, როდესაც ჩვენ გვაქვს ეგრეთ წოდებული ელემენტი შანქრი, ეს შანქრი შეიძლება გქონდეს პირის ღრუში ან ტუჩებზე და თუ შანკრთან მოხდა პირდაპირი კონტაქტი არადაავადებული ადამიანის კანისა, ეს არის ერთ-ერთი გზა გადადებისა. ანუ იმის თქმა მინდა, რომ შეიძლება სიფილისიც გადავიდეს კოცნით. ჰერპეს ვირუსი, პაპილომა ვირუსი, ვთქვით, მონონუკლეოზი, ასევე სხვა ნებისმიერი ეხლა ჰაერწვეთოვანი ინფექცია, თუმცა არის ისეთი ჰაერწვეთოვანი ინფექციები, რომელიც ასევე შედის STI-ში, ანუ სქესობრივი გზით გადამდებ ინფექციებში. ანუ ეს, რა თქმა უნდა, კოცნით გადამდები არის სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები, მათ შორის ბაქტერიულიც, სიფილისიც, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს გონორეაც, მაგალითად არსებობს გონოკოკური ინფექცია, თვალის გონოკოკური ინფექცია, როდესაც ლორწოვანი არის დაზიანებული და შესაძლებელია მოხდეს პირობითად კოცნა თვალთან,
და მეორე ადამიანს ლორწოვანზე გადავიდეს და დაინფიცირდეს. ხო, სხვათა შორის ზურაბ ძალიან საინტერესოა ჩვენ ხო ბიოსტატისტიკაზე ვსაუბრობთ, ბიოსტატისტიკის შეფასება ძალიან საინტერესოა და მე ვადარებ, არა მარტო მე თვითონ ლიტერატურულადაც შედარებული არის, შედარება ხდება აი თამბაქოს მოხმარებას მოწევასთან. განვითარებულ ქვეყნებში, როდესაც მოხდა თამბაქოს, ასე ვთქვათ, მოხმარების შემცირება და ამასთან ერთად წამოვიდა ეგრეთ წოდებული ვეიფები, ჩვენ თუ ბიოსტატისტიკას გადავხედავთ, ფილტვის კიბოს რაოდენობა შემცირდა, სამაგეროდ წამოვიდა ვეიფის მოხმარებით პირხახის კიბო. აი პარალელი მინდა გავავლო აი ზუსტად პაპილომა ვირუსთან. ჩვენ ვნახეთ რომ ვაქცინაცია დაიწყო, სკრინინგი დაიწყო წლების წინ, საშვილოსნოს ყელის კიბოს რაოდენობა იკლო, მაგრამ ოროფარინგეალური სიმსივნეების რაოდენობა გაიზარდა. ეს ასოცირებულია, აი რაღაც პარალელის გავლება შეიძლება ამასთან, ანუ ეს ასოცირებულია იმასთან, რომ განათლება, ანუ ორალური სექსი, გონიათ რომ ორალური სექსით არ შეიძლება STI გადაედოს ადამიანს და ინფიცირდეს და ასევე კონდომის არ გამოყენება, ანუ ორალური სექსის დროს ასევე მნიშვნელოვანია რომ იქნას ეს მე მგონი ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკული ნაწილი არის. ხო, ორალური სექსის დროს პრეზერვატივების გამოყენება მგონია რომ ჩვენთან ყველაზე მე თვითონაც როცა მაქვს ხოლმე საინფორმაციო შეხვედრები, ხო, მაგალითად ახალგაზრდებს როცა ამ საკითხებზე ვესაუბრებით, მაქვს ხოლმე განცდა, რომ უმეტესმა ნაწილმა აუდიტორიაში საერთოდ არ იცის, რომ ეს მნიშვნელოვანია. ამას უნდა ვაკეთებდეთ. ალბათ ამაზე უფრო მეტი უნდა ვილაპარაკოთ ზოგადად. კი, ზოგადად კონდომზე როგორც თქვით, კონდომი არის ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო გზა თავდაცვისა, თუმცა რა თქმა უნდა არა 100%-იანი და შესაბამისად არა მარტო კონდომზე უნდა იყოს, თუ როგორც აღნიშნეთ, სკრინინგს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. თუ ადამიანს ყავს რამოდენიმე პარტნიორი, აქვს ხშირი დაუცველი სქესობრივი კავშირი, იმ ადამიანმა უნდა ეტაპობრივად პროფილაქტიკის მიზნით ჩაიტაროს სკრინინგი, რომ ის იყოს დაცული, იცოდეს, რომ არის თავისუფალი STI-ისგან და სხვასაც არ შეუქმნას, რა თქმა უნდა, საფრთხე. ყველას შენ როგორც აღნიშნე აქვს თავის ცხოვრება და ყველა თავის ცხოვრებას წარმართავს ისე როგორც მას სურს, მაგრამ აქ აუცილებელია ვიცოდეთ სოციალური პასუხისმგებლობა. არ შეიძლება სოციალური პასუხისმგებლობის უგულებელყოფა. ისევე როგორც ეს არის მაგალითად ხო ექიმებში მაგალითად აი ერთ-ერთი ჰეპატიტი B ვირუსული ინფექცია, ასევე სქესობრივი გზით გადამდები ინფექციებში შედის, ჰეპატიტი B-ს საწინააღმდეგო ვაქცინაცია მნიშვნელოვანია, რომ ჩატარებული იქნას ყველა სამედიცინო პერსონალში. ყველა სამედიცინო პერსონალს ქვეყნის მასშტაბით უნდა ჰქონდეს ჩატარებული ჰეპატიტი B-ს საწინააღმდეგო ვაქცინა, იმიტომ რომ მათ აქვთ შემხებლობა, ისინი არიან უпростоრად რისკის ქვეშ, რომ მათ დაემართოთ ეს უფრო მაღალი რისკის ქვეშ, რომ დაემართოთ ჰეპატიტი B, იმიტომ რომ ჰეპატიტი B ჰეპატიტი C-სგან განსხვავებით მისთვის სულ მცირე რაოდენობით აი ადვილად გასაგები რო იყოს. მცირე კონცენტრაცია. თვალით უხილავი სისხლის რაოდენობაც კი საკმარისია, რომ ჰეპატიტი B-ით დაინფიცირდეს ჯანმრთელი ადამიანი. ანუ შეიძლება ვიზუალურად სისხლის კვალი არ ჩანდეს, მოხდეს კონტაქტი ადამიანთან, რომელსაც ასევე აქვს მაგალითად დაზიანებული კანი და ის მცირე კონცენტრაციაც საკმარისი იქნება, რომ ჰეპატიტ B-ით დაინფიცირდეს ადამიანი. ჰეპატიტი C ესე მარტივად არ გადადის, მაგრამ აი ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ჰეპატიტი C-ობრივი გზითაც დაბალი აქვს, ხო, 80% არის და ის უფრო ესეთი კლასიკური სტანდარტული სისხლით გადაცემადი ინფექციაა და ასოცირებულია ინსტრუმენტების გამოყენებასთან. ხო, ინტრავენურ ნარკომანიასთან, ინტრავენურ მომხმარებლებთან, მედიკამენტების, ნარკოტიკების და ასე შემდეგ. ეს სამედიცინო სილამაზის ინდუსტრია
ოპერაცია, ასე შემდეგ, ასე შემდეგ, მაგრამ ჰეპატიტი B წარმოადგენს სერიოზულ პრობლემას. მოდი ამ საკითხზე ბარემ გავაგზავნოთ საუბარი, იმიტომ რომ ეს საქართველოში ორჯერ არის ჩატარებული სეროპრევალენტობის კვლევა B ჰეპატიტის გავრცელების. ამას დაავადებათა კონტროლის ცენტრი ატარებდა პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად და სტატისტიკა იყო ესეთი, ამ დიდად არ განსხვავდება 2015-2021 წლის მონაცემები, ანუ ყოველ მეოთხე ადამიანს აქვს ანტისხეულები და ეს რა ქვია 3%-ში, ანუ ეს შემთხვევით გატესტილ ადამიანებზე საუბარი 3%-ში დასტურდებოდა აქტიური ინფექცია, ანუ 25%, 22% ეს არის ადამიანების, ანუ შემთხვევით გატესტილი ადამიანების, რომელსაც ანტისხეულები ჰქონდა. რაც არის არ ვიცი, მაღალი გავრცელება, ხო? ანუ ეს ნიშნავს, რომ ჩვენ გარემოში ჰეპატიტი B არის ძალიან გავრცელებული. სხვადასხვის მე სამედიცინო უნივერსიტეტში 2006-დან 2012 წლამდე ვსწავლობდი. ზუსტი წელი არ მახსოვს, მაგრამ სამედიცინო უნივერსიტეტში ჩვენ გავიტესტეთ და გატესტვის მერე მოხდა ჰეპატიტი B-ს საწინააღმდეგო ვაქცინის ჩატარება. მე სხვადასხვა სტუდენტები მყავს და ამ სტუდენტებს მსგავსი შეკითხვები დაუშვი. მე არ ვიცი ეხლა რა ხდება, ანუ ეხლა როგორ ხდება ეს ვაქცინაციის პროგრამა, მაგრამ ყველა სტუდენტისგან პასუხი მივიღე, რომ მათ არ აქვთ ჩატარებული ჰეპატიტი B საწინააღმდეგო ვაქცინა. არ ვიცი, ეთყობა ეხლა დღესდღეობით აღარ ტარდება თუ ანუ ხო, ხა იმას ვიზამ ბარემ ჩვენ მსმენელიშიც განმარტავ, ანუ როგორია, იმიტომ რომ ეს კიდე ერთი სერიოზული პრობლემაა, რომ ჩვენ ქვეყანაში არის რაღაცა პროგრამები, რომლის შესახებაც ფართო კი არავინ არის. ჰეპატიტი B-ს ვაქცინა რო გვაქვს, ეს არის შესანიშნავი რაღაცა. ჰეპატიტი C-ს ვაქცინა არ გვაქვს რეალურად და აი ჰეპატიტი C-ს ვაქცინა რო გქონდეს, წარმოიდგინე ზურა, ანუ რა იქნება, სასწაული იქნება ძალიან პერსპექტივა სავარაუდოდ ძალიან დაბალია, იმიტომ რომ RNA ვირუსი ადვილად იცვლის, ძალიან დაბალია. და ჰეპატიტი B-ს რო გვაქვს, რა თქმა უნდა თქვა უარი, რომ გაიგეთო. ხო, ისევ იგივე პრობლემასთან მივიდივარ ძალზე ინფორმირებულობის ნაკლებობასთან. ეხლა ჰეპატიტი C დაკავშირებული იყო აი იმ რაღაცა საკითხებთან, რომელზეც წეგანში საუბრობდი და ამაზე ძალიან ბევრი ადამიანი მუშაობდა, ხო, ინფორმირებულობის გაზრდაზე, თუნდაც იგივე ინტრავენულ ნარკომანიასთან დაკავშირებით, იმ საფრთხეებზე, რომელიც ამას ახლდა და მან პარალელურად ინფორმირებულობა გაზარდა მთელი მსოფლიოს მასშტაბით C ჰეპატიტთან დაკავშირებით. მაშინ როცა B ჰეპატიტი ბევრად უფრო საერთო ინფექციური დაავადება, უფრო გავრცელებულია, გაქრონიკულება უფრო მაღალ პროცენტში ახასიათებს, ღვიძლის კიბოს უფრო ხშირად იწვევს, მაგრამ მაინც რაღაცა ყურადღების მიღმა დარჩა. და ალბათ ეხლა დრო არის, რომ მაქსიმალურად ვეცადოთ ადამიანებს მივაწოდოთ ეს ინფორმაცია, იმიტომ რომ წეღარ შეიძლება თქვი, რომ სამედიცინო პერსონალისთვის ასეთი კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ჩვენი კანონმდებლობის მიხედვით სავალდებულოა. ანუ არ შეიძლება ვერ დასაქმდება ექიმი, ექთანი, სტუდენტი ვერ შევა ბაზაზე, პრაქტიკულ ბაზაზე ამის გარეშე, მაგრამ ეს თემა აი ისე არის რა, ნაკლებად რეგულირებული საკითხია. აი სტატისტიკაზე წეღარ რასაც ჩვენ საუბრობდით, ანუ რა ვთქვი, რომ 22-25% მოსახლეობის მას აქვს ანტისხეულები. ეგენი არის 18 წელზე ზემოთ ადამიანები, რომლებიც იყვნენ 2021 წელს, რომ 18 წლის ზემოთ იყვნენ. იმიტომ რომ 2021-ში ბოლო კვლევა ჩატარებული. და რაც შეეხება მაგ პერიოდში, რომ 18 წლამდე იყვნენ, ხო, ეს ახალგაზრდები, თინეიჯერები და ისინი, ბავშვები, მათ გვაქვს ერთ შემთხვევა იყო, როგორც მახსოვს. ანუ მაგას საკვებრივ ჯუშში საერთოდ არ არსებობს B ჰეპატიტი. ანუ დღესაც ჩვენი მოსახლეობა B ჰეპატიტის გავრცელების თვალსაზრისით ორ ნაწილად არის გაყოფილი. არარსებული B ჰეპატიტი ახალგაზრდებში და 2002 წლამდე დაბადებულ პოპულაციაში ძალიან მაღალი. რატო? იმიტომ რომ 1-2-3 მაგ პერიოდში დაიწყო ვაქცინაცია საავადმყოფოებში ბავშვების და აღმოფხვერით ახალგაზრდა თაობაში. მაშინ როცა უფროსებს ეს ვერ მოახერხეთ. მე თვითონაც ჩავატარე ერთ-ერთი კვლევა სამედიცინო პერსონალში და ინფორმირებულობაც ხო დაბალია, რომ აი სერვისები არსებობს, ვაქცინა არსებობს. მიუღებლობაც დაბალია. და რისკების, რომელიც ახლავს B ჰეპატიტს, აი ამის შესახებაც ინფორმირებულობა ძალიან დაბალი არის ჩვენთან. და აქვე ვიტყვი უბრალოდ, რომ გასული წლის, ანუ 2024 წლის ზაფხულიდან ჩვენ ქვეყანაში გვაქვს B ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა.
რომელსაც სამწუხაროდ არ ახლავს შესაბამისი საინფორმაციო კამპანია და აი ახლა ვინც გვისმენთ, ყველას მინდა რომ მოგმართოთ. B ჰეპატიტი არის ისეთი საშიში ინფექციური დაავადება, რასაკვირველია თუ კი ვიღაცა B ჰეპატიტით ინფიცირებულია, ეს არ ნიშნავს რომ მას აუცილებლად ღვიძლის კიბო დაემართება, არა ეს ასე არ არის. მკურნალობა გვაქვს, როცა ჩვენ შეგვიძლია რომ ასეთი მძიმე შედეგები თავიდან ავერიდოთ, C ჰეპატიტივით ვერ განკურნავთ, მაგრამ შეგვიძლია მისი მართვა. როცა ქრონიკულზეა საუბარი, უმეტესად B ჰეპატიტი მწვავედ მიმდინარეობს და თვითგანკურნებით მთავრდება, ეს გასათვალისწინებელი ფაქტორია, მაგრამ არსებობს ძალიან ეფექტური და ყველაზე უსაფრთხო ვაქცინებს შორის, ეს არის B ჰეპატიტის ვაქცინა, რომელიც გახდა ყველასათვის უფასო და ხელმისაწვდომი. ამ პროგრამაში B ჰეპატიტის პროგრამაში ჩართულ დაწესებულებებში თუ მიბრძანდებით, ყველანაირი გამოკვლევა, კურნალობაც, ვაქცინაციაც, რომელიც სერვისის გჭირდებათ, ყველაფერი არის უფასო. ამ პროგრამის შესახებ უფრო მეტ ინფორმაციას ამ ვიდეოს აღწერაში ნახავთ და გაითვალისწინეთ კიდე ერთი რაღაც, რაც საზამ თქვა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ის ძალიან ადვილად გადადებადი ინფექცია, სისხლით გადადებად ინფექციებს შორის. ანუ თუ კი ასეთი კონტაქტებით HIV ინფექციის გადადება სინამდვილეში ძალიან დაბალი პროცენტია, ხო, აი ეს სისხლის მოხვედრით რო ვთქვით, ხო, რაღაცა 0.3%-ია მერე, C ჰეპატიტი მოდის ისიც 1 რაღაც არის და აი HIV ინფექციასთან შედარებით 10 ჯერ მაღალია ალბათობა იმის, რომ უკვე გადაგვედოს B ჰეპატიტი. მე ორი ვარიანტია ამ წავით მიდის, ან ქრონიკულდება ინფექცია და ქრონიკულების რაღაცა ნაწილში, როცა მკურნალობაში არ არის ჩართული ადამიანი, შეიძლება მივიღოთ ძალიან მძიმე შედეგები, როგორც არის მაგალითად ღვიძლის კიბო, ხო? ესე ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, ასე რომ მიაკითხეთ დაწესებულებებს და აიცერით, ამაზეც კარგს თქვენ თავს ვერაფერს ვერ გავუკეთებთ, მინიმუმ 1 კიბოთი ნაკლების ალბათობა გექნებათ, ამ თემაზე არ გექნებათ საფიქრად. ზაზა, ყველაზე ხშირად რომელი ინფექციებით გაკითხავენ ხოლმე კლინიკაში? ჩვენთან უფრო როგორი პრაქტიკა არის? აი შენი კერძო იმით პრაქტიკით რო ვიფშალოთ. თვითონ ბაქტერიული და ვირუსული ინფექციები უპირატესად თუ აღნიშნავთ ესე სტატისტიკურად არის უფრო ბაქტერიული ინფექციები, თვითონ სქესობრივი გზით გადამდები ინფექციებს შორის ისედაც სტატისტიკურად უფრო ბაქტერიული ინფექციები გვხვდება ხოლმე უპირატესად და მათ შორის ყველაზე ხშირი არის ქლამიდია, გონორეა, ტრიქომონიაზი, მაგრამ აი ზურა ძალიან საგანგაშოა ის ფაქტი, მაგალითად ჩემს პირად პრაქტიკაშიც, რომ ბოლო პერიოდია არც თუ ისე ცოტა პაციენტი მოდის სიფილისის დიაგნოზით რა. სიფილისის შემთხვევების სტატისტიკა მზარდია სამწუხაროდ და სიფილისი რატომ არის ასეთ თქვათ საშიში და რთული დაავადება? პირველი ერთი იმიტომ რომ გარკვეული ტიპის სტადია სიფილისისას ახასიათებს უსიმპტომო მიმდინარეობა, ანუ პაციენტს შესაძლებელია ჰქონდეს და არ იცოდეს. მეორე, სიფილისი ითვლება ადამიანის იმუნოდეფიციტური ვირუსის კომორბიდულ დაავადებად, ანუ სიფილისი ვისთანაც გვხვდება იმ პაციენტებში მაღალი რისკია ასევე HIV-ის, ანუ ამიტომაც არის ზოგადად პროტოკოლს რო შევხედოთ და გადავხედოთ ლიტერატურას. სიფილისი დაავადებულ პაციენტებში რეკომენდებულია HIV-ის შესწავლა. ეს ეკეთდება გარკვეული შემდგომ უკვე როდესაც follow-up-ია, ეგრეთ წოდებულ follow-up-ს ვეძახით პაციენტი, როდესაც უკვე დაბარებული ყავს კურნალობის მერე, იქ რეკომენდებულია რომ მოხდეს ასევე HIV-ის ტიტრის ნახვა ზოგადად, რომ ანუ იქნას დადგენილი ხომ არ არის კომორბიდულად. ანუ კომორბიდული ნიშნავს, როდესაც ორი დაავადება არსებობს მაღალი რისკი, რომ ორი დაავადება ერთად შეგვხვდეს. და აი სამწუხარო რეალობა არის, რომ სიფილისის შემთხვევებმა იმატა. ეხლა მე არ ვიცი და ვერ ვიტყვი რატომ მოხდა ეს, მაგრამ სავარაუდოდ ესეც ალბათ ასოცირებული და მიბმულია ზუსტად აი ადამიანების საზოგადოების განათლების, სამედიცინო განათლების დაბალ დონესთან. ამიტომ მნიშვნელოვანია ეს ფაქტორი იქნას გათვალისწინებული. STI, სქესობრივი გზით გადამდები ინფექცია, ბაქტერიული ინფექციების მკურნალობა შესაძლებელია. ჩვენ გვაქვს
ანტიბიოტიკები, რომლებიც ეფექტურია მკურნალობისათვის, თუმცა ისევ დაუბრუნდები ჩემს ნათქვამს, რომ მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს სწორი ანტიბიოტიკითა და სწორი დოზირებით პაციენტის მკურნალობა არა უფრო მეტი, არა უფრო ნაკლები და მკურნალობის ბოლომდე, ასე ვთქვათ, გავლა და არა მაგალითად შუაგზაში, ასე ვთქვათ, მიტოვება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მივიღოთ შედეგები. შესაბამისად, შეკითხვაზე პასუხი, რომ ყველაზე ხშირი რომელია, ეს არის უფრო ალბათ უფრო ბაქტერიული, სქესობრივი ზითა. და ეს რაც თქვი, ეხმიანება რეალურად სოფლის სტატისტიკასაც, აი მონაცემები ამოვიღე, იმიტომ რომ ხო სიფილისი რაღაცა ისეთი აქილევსის ქუსლად იქცა რა, ჩვენ 2022 წელს გაეროს წევრმა ქვეყნებამ, ჯანმრთელობის სოფლის ორგანიზაცია, რომელიც გაეროს სტრუქტურა, ხო მისმა წევრმა ქვეყნებამ მიიღეს ესეთი შეთანხმება, რომ სიფილისის შემთხვევები 2030 წლის სტრატეგიაზეა საუბარი, 2030 წლის სტრატეგიაზე, რომ 7.1 მილიონიდან უნდა ჩამოიყვანოთ 71,000-მდე. ხო, როგორი ამბიციური განაცხადია. და რეალურად ეხლა რა შედეგი მივიღეთ, რომ 1 წლის თავზე 7.1-გან 8.1 მივიღეთ, ანუ 1 მილიონით კიდევ უფრო მაღალი გავრცელება მივიღეთ და ქონდა 230,000 სიკვდილის შემთხვევა, რომელიც ავსირებული იყო სიფილისის გართულებებთან, ხო? რაც ძალიან მაღალი მაჩვენებლები არის, ძალიან ცუდი. და ეხლა რაც ჩვენ საუბრობდი, აქ არის რომ ეს ეტაპები, რომლებსაც გადის სიფილისი, ხო? ანუ სხვადასხვა ფორმებით რომ ვლინდება და ბევრ სხვადასხვა დაავადებასთან ხდება ხოლმე ასოცირება და ალბათ ამ პროცესშიც კიდე მერე იკარგებიან ხო პაციენტები რომ რომელ ექიმს მიაკითხონ ეს არის თუ არა რამე სქესობრივი გადამდები დაავადება შეიძლება ვერ აკავშირებენ. კიდევ კარგი რომ სიფილისის ყველა სტადია არ არის გადამდები. სიფილისის ყველა სტადია რო გადამდები იყოს, აი იქნებოდა კატასტროფული სტატისტიკა, ანუ იმის თქმა მინდა რომ სიფილისის პირველი სტადია, ანუ პირველადი სიფილისი და მეორადი სიფილისია გადამდები, ანუ პირველადი სიფილისის დროს ჩვენ გვხვდება შანქრი, ესეთი ეროზიული წყლოვანი ელემენტი, რომელიც როგორც აღნიშნე, არ არის აუცილებელი გქონდეს მხოლოდ გენიტალიების არეში, ეს შესაძლებელია დაფიქსირდეს პირში, პირის ღრუში, ტუჩებზე და სხვადასხვა ადგილებში. აი უშუალოდ კანის უშუალოდ კონტაქტის ან ლორწოვანის უშუალოდ კონტაქტით ამ შანქრთან ეს არის გადადების ერთი გზა. და მეორადი სიფილისი არის უკვე, როდესაც ჩვენ გვაქვს აი კანზე გამონაყარი და შენ რაც აღნიშნე, აი მეორადი სიფილისის დიფერენცია ხშირად გამორჩებათ ხოლმე ექიმებს არასწორ დიაგნოზს სვავენ დერმატოლოგები, იმიტომ რომ ძალიან გავს კანის სხვა დაავადებებს. კი, ყველაფერს ძალიან ბევრ დაავადებას გავს და თუ მეორადი სიფილისი გამოგჩა, მეორადი სიფილისი გარკვეული პერიოდის მერე ქრება. და უკვე გადადის სიფილისი ლატენტურ ფაზაში, როდესაც გამოვლინება საერთოდ აღარ არის და პაციენტი მატარებელია აქტიური ინფექციის, მაგრამ ლატენტურ ფაზაში პაციენტი როგორც წესი გადამდები არ არის. აი ლატენტურ ფაზაში ეს თქვი ზუსტად, რომ კიდევ კარგი არ არის გადამდები რო იყოს, სტატისტიკა ბევრად უფრო მეტი იქნებოდა. ანუ იმის თქმა მინდა, რომ პირველადი და მეორადი სიფილისია გადამდები და ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ სწორად მივიტანოთ ეჭვი, თუ გვაქვს ეჭვი, დავაფიქსიროთ და სწორი მკურნალობა მოხდეს, სწორი მკურნალობის ჩატარება. და ამითი შესაძლებელია ქიუარი მივიღოთ, ანუ განკურნება. დედიდან ნაყოფზე გადადების სიტუაცია. ტრანსპლაცენტარული გზით გადის, სამწუხაროდ ტრანსპლაცენტარული გზით გადის სიფილისი. შესაბამისად დაინფიცირების რისკი არის ძალიან მაღალი, ამიტომ ზოგადად აქ უკვე პროფილაქტიკაზე არის საუბარი, ორსულებშიც პროფილაქტიკური მკურნალობა ტარდება და ახალშობილებშიც, ასე ვთქვათ, ეგრეთ წოდებული follow-up იკეთდება, ანუ ხდება ნახვა იქ ანტისხეულების ტიტრის და იმის მიხედვით მკურნალობის დანიშვნა, იმიტომ რომ თანდაყოლილი სიფილისი არსებობს ესეთი დაავადება, თანდაყოლილი სიფილისი არის ძალიან რთული და ვერაგი, ასე ვთქვათ, დაავადება, რომელიც ასოცირებულია სხვადასხვა ანომალიებთან. ამიტომ არის მნიშვნელოვანი.
კი ბატონო და კიდე ერთი საკითხი, რომელიც შენ რამდენჯერ მიახსენე დღეს, ეს არის გონორეა და გონორეა, რომელიც შემოგვიტრიალდა, ეს რეზიდენტული ვარიანტები გვაქვს. რეზიდენტული ვარიანტები გვაქვს, რომელიც აი ახლა ერთ-ერთი კვლევის მონაცემები, რომელიც ვნახე 2023 წლის მონაცემები 97 ქვეყანაში 97 ქვეყანაში ჩატარდა კვლევა და 9 ქვეყანაში დაფიქსირდა ცეპტრიაქსონის მიმართ რეზიდენტობის ძალიან მაღალი დონე 5-დან 40%-მდე, ხო? ანუ ეხლა ეს რა მედიკამენტზე ვსაუბრობთ, რომელიც არის სამკურნალო მედიკამენტი. ამ გონერეის ეს რეზიდენტობა რას ნიშნავს, რომ ამ ადამიანებზე ეს მედიკამენტი არ მუშაობს, ხო? ეს არ მუშაობს. და ჩვენთან როგორი გვაქვს ამ იმის საქმეა რეზიდენტული ვარიანტების ის ხო არა გაქვს ეგ ინფორმაცია? საბედნიეროდ ჩემს პრაქტიკაში გონორეის მკურნალობის თვალსაზრისით პირველი რიგის აღნიშნავ, რომ გასაგები იყოს ცეპტრიაქსონი, მესამე თაობის ცეფალოსპორინი, ეს არის გონორეის სამკურნალო პირველი რიგის first line, პირველი რიგის ანტიბიოტიკი. საბედნიეროდ ჩემს პრაქტიკაში შემთხვევა არ მქონია, რომ რეზისტენტობა ყოფილიყოს ამაზე, მაგრამ ზოგადად უნდა აღინიშნოს, რომ საგანგაშოა. ზოგადად ანტიბიოტიკოთერაპიის მიმართ მიდგომა არის საგანგაშო ქვეყანაში და მოდით პირდაპირ ვიტყვი, აქ დამნაშავეები არიან როგორც პაციენტები, ასევე ექიმები. იმიტომ რომ აქ არ არის საუბარი მარტო STI-ზე, აქ არის საუბარი სხვადასხვა ტიპის პრობლემებზე და ინფექციებზე. აი ასე მაგალითად ცეფტრიაქსონი, მესამე თაობის ცეფალოსპორინი არ არის რეკომენდებული იქნას გამოყენებული ამბულატორიულ სახლის პირობებში, მაგალითად პნევმონიის სამკურნალოდ, ანუ ფილტვების ანთების სამკურნალოდ, რომლის პრაქტიკა ქვეყანაში არსებობს და მე ამას იმიტომ ვიძახი გადაჭრით, რომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ დაახლოებით 9 წლის განმავლობაში სადაზღვეო კომპანიის ექსპერტი ვიყავი სამედიცინო მიმართულებით და შემთხვევები, кейსები, მკურნალობის დანიშნულებები ჩემს ხელშია გავლილი და კარგად ვიცი თუ როგორ ხდება ცეპტრიაქსონის გამოყენება ამბულატორიის სახლის პირობებში. ცეპტრიაქსონი არ არის ანტიბიოტიკი, რომელიც უნდა იქნას დანიშნული პნევმონიაზე, ანუ ფილტვების ანთებაზე სახლის პირობებში. პნევმონიაზე ცეპტრიაქსონი შეიძლება იქნას გამოყენებული მხოლოდ ჰოსპიტალში, ანუ ჰოსპიტალურ სექტორში. ეს იმიტომ აღნიშნავ, რომ შემდგომ აი ამ ცეპტრიაქსონის მიმართ სხვადასხვა ინფექციების რეზისტენტობა მოდის და აი ეს მივიღეთ მაგალითი გონორეასთან მიმართულებაშიც. ასევე აზითრომიცინი, მაკროლიდური პრეპარატი, რომელიც პირველი რიგის პრეპარატად ითვლება ქლამიდიის და ურეაპლაზმის, ანუ STI-ის სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების სამკურნალოდ. მასზეც რეზისტენტობა საგანგაშო მაჩვენებელია რეზისტენტობის და აზითრომიცინის მიმართაც ბოლო პერიოდია ხდება მისი ესე ემპირიულად მიღება ვირუსულ ინფექციებზე. მე მაგალითად დღე არ გავა, როდესაც მე ფიდბექი მაქვს კავშირი პაციენტებთან, ჩემს პაციენტებთან, რომელიც გარკვეული ტიპის მკურნალობაზე იმყოფებიან და ეს პაციენტები მე მითანხმებენ სხვა დანიშნულებებს, ანუ სხვა პრეპარატის მიღებამდე მე ყველა პაციენტს ვთხოვ, შემითანხმოს სხვა პრეპარატის მიღება ჩემს მიერ დანიშნულ წამალთან ერთად. დღე არ გავა, რომ რამოდენიმე პაციენტმა მომართოს განსაკუთრებით ამ სეზონზე, როდესაც ვირუსებია და ვირუსული ინფექციების დროს ეს პაციენტები იღებენ აზითრომიცინს, ანუ ანტიბიოტიკს. ვირუსული ინფექციის დროს აზითრომიცინის ანტიბიოტიკის მიღება პირდაპირ ვიტყვი, არის დანაშაული, არ შეიძლება. აქ არა მარტო ის ადამიანი იღებს ცუდ შედეგს, რომელიც ამ წამალს დაალევს, არამედ ჩვენ ყველაზე აისახება. ანუ ანტიბიოტიკის არასწორი მიღებით ეს არ აისახება მხოლოდ იმ ადამიანზე, ვინც ამას იღებს. ის აისახება ჩემზე, ჩემს შვილზე, შენზე და ყველაზე, იმიტომ რომ ზუსტად მერე ამ ანტიბიოტიკის მიმართ სხვა ინფექციები, იმის გამო რომ ტყუილა დავლიეთ, ხდებიან რეზისტენტულები და აი როგორც ვაცნობთ საკუთარ მტრეებს, ხო? ანუ ეს არის ბაქტერია, აქ არის მისი მტერი, ანტიბიოტიკი და ვაცნობთ და შემდგომ ეს არის სერიოზული პრობლემა, ამიტომ ვთხოვ ყველას და მაქსიმალურად მოხდეს ანტიბიოტიკის მიღება ჩვენებით, როდესაც ადამიანს სჭირდება. ვირუსული ინფექციის დროს
ანტიბიოტიკის დალევა კატეგორიულად არ შეიძლება. ეს მარტო იმ ადამიანზე არ არის. ეს არის სოციალური პასუხისმგებლობა. ანტიბიოტიკი არ უნდა დაუვლიოთ ვირუსულ ინფექციაზე. აქ პირდაპირ ეს არის სოციალური პასუხისმგებლობა, ამითი ჩვენ ზარალს მივაყენებთ ყველა გარშემო მყოფ ადამიანს. აი ამიტომ არის რომ ზუსტად ესეთი მზარდი არის სტატისტიკა, რომ ცეფტრიაქსონის მიმართ მაგალითად გონორეის რეზისტენტობა ხდება, აზითრომიცინის მიმართ ქლამიდიის, ურეაპლაზმის აი ამ ინფექციების რეზისტენტობას ვაწყდებით. ეს არის ძალიან ცუდი, რა თქმა უნდა. ხა რაღაცა 2025 წელს როცა შეგიძლია რომ შეხვიდი აფთიაქში და რეცეპტის გარეშე იყიდო ანტიბიოტიკი, რაღაცა სიგიჟის მიღმა საზღვარი არის, ხო? რაღაცა ჩვენ გვაქვს ამბიცია და პრეტენზია რომ ვართ მაღალგანვითარებული ქვეყანა და ჯერ კიდევ ეგეთი რაღაცები ხდება და რეალურად მე ის ადამიანები, ვინც მაღალი პასუხისმგებლობით ეკიდებიან ამ საკითხს და ქვეყნები, რომლებმაც ეს თემები დაალაგეს აწლეულების წინ, რას თქმა უნდა, ისევე ზარალდებიან როგორც თითოეული ჩვენგანი, რომელიც ცხოვრობთ ამ გარემოში. შენ ახსენე ასევე ქლამიდია ხო, რამდენჯერმე და მოდი 2-20 სიტყვით რომ ეს ინფექციაც ავხსნათ, იმიტომ რომ მას თავის გავლენა კიდე რეპროდუქციულ სისტემაზე, ხო? და მოდი მაშინ ზურა დროის ფაქტორიდან გამომდინარე კომპლექსურად ვიტყვი გონორეაზეც, ქლამიდიაზეც, ურეაპლაზმა, ტრიქომონიაზე, აი განსხვავება რა შეიძლება, რაზე იქნას ყურადღება გამახვილებული სქესის მიხედვით. აი ასე მაგალითად დავიწყოთ გონორეით, ორი სიტყვით ვიტყვი ზუსტად. გონორეის განსხვავება ქალებში და კაცებში არის ის, რომ კაცების 90%-ს აქვს სიმპტომი და პირიქით ქალების 90% შეიძლება სიმპტომი არ ჰქონდეს, ამიტომ არის აუცილებლად ყურადსაღები ქალებში, იმიტომ რომ ქალებში გონორეა უფრო უყვარს უსიმპტომო მიმდინარეობა, კაცებში პირიქით სიმპტომები უპირატესად გვექნება და ეს არის ინფექცია, რომელიც დაკავშირებულია ქალებში მაგალითად მენჯის ქრონიკულ ანთებით დაავადებებთან, რომელმაც შეიძლება მიგვიყვანოს უშვილობამდე და ასე შემდეგ, უამრავ გართულებამდე, ღვიძლის კაფსულის დაზიანებამდეც კი. ანუ ღვიძლის კაფსულის ანთებითი პროცესი შეიძლება განვითარდეს და სერიოზული პრობლემები მივიღოთ. ქლამიდიური ინფექცია, ქლამიდიოზი უპირატესად ქალებშიც და კაცებშიც სიმპტომური გამოვლინების თვალსაზრისით ერთნაირად გამოვლინებულია. 50%-ში სიმპტომები გვაქვს, 50%-ში შეიძლება სიმპტომები არ გქონდეს, ასევე ურეაპლაზმას ეხება ეს და ასევე ეხება ტრიქომონიას. თუ ჩვენ სიმპტომურად ვისაუბრებთ სიმპტომების თვალსაზრისით გონორეას ახასიათებს ჩირქოვანი მოყვითალო ფერის გამონადენი ურეთრიდან. აი ეს არის ტიპიური დამახასიათებელი ნიშანი კაცებში, აი რომლის დროსაც მე აღვნიშნე, რომ კვლევა არც არის საჭირო, პირდაპირ ემპირიულად შეგვიძლია მივიტანოთ ეჭვი და დავნიშნოთ კუნალობა, ასევე შეიძლება შეგვხვდეს წვაშარდვის დროს გახშირებული შარდვა იშვიათად შესაძლებელია შეხვდეს ქალებში გამონადენი მოთეთრო ფერის გამონადენი, ქლამიდიას და ტრიქომონიას და ურეაპლაზმას უფრო ახასიათებს გამჭვირვალე ან წყლისებრი გამონადენი ურეთრიდან, ხოლო გონორეას როგორც აღვნიშნე, უფრო მოყვითალო, ჩირქოვანი მოყვითალო ფერის და უფრო ახასიათებს ხოლმე უსიამოვნო სუნი. აი ეს არის ერთ-ერთი განმასხვავებელი ნიშანი და რაც შეეხება თვითონ გართულებებს, რა თქმა უნდა, გართულებების კუთხით ქალებში, როგორც აღვნიშნე, ქრონიკული მენჯის ანთებითი დაავადებები და უშვილობა დეც შეიძლება გართულდეს, კაცებშიც ასევე შეიძლება უშვილობა მივიღოთ იმ კუთხით, რომ მოხდეს სათესლე ჯირკვლების ანუ რეპროდუქციული სისტემის მხრივ ანთებითი პროცესის განვითარება და ამითი მოხდეს მერე მივიღოთ, ამით მოხდეს უშვილობის მიღება. ამიტომ მოკლედ იმის თქვა მინდა, რომ მნიშვნელოვანია, რომ პირველ რიგში აღვნიშნოთ კიდევ ერთხელ ანამნეზი და ანამნეზის საფუძველზე თუ ჩვენ გვაქვს ეჭვი, დავნიშნოთ სკრინინგი, ანუ დავნიშნოთ კვლევა და კვლევის საფუძველზე შემდგომ დავნიშნოთ შესაბამისი მკურნალობა. თუ ანამნეზი ამაზე მიგვითითებს. ამიტომ ეს არის სპეციფიური. ყველას, რა თქმა უნდა, არ სჭირდება ჩატარება კვლევის. კი ბატონო. და აი ბოლოსკენ უბრალოდ ახლა რო არ შევეხოთ ამ ორ მეთქი შევეხეთ სხვადასხვა ასპექტში, მაგრამ ნუ აი ინფექციაშიც ახლა რომელიც მთავარი საფრთხეა 80-იანი წლები და რაც აღმოაჩინეთ ეს ვირუსი და ისეთი
ტიპიური სქესობრივი გზით გადადებადი ინფექცია, მაგრამ დღეს უკვე რასაკვირველია იმ ინფექციაშიც აღარ წარმოადგენს ხო ისეთ დიდ პრობლემას, მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინა ვერ შევქმნით, ჯერჯერობით ამის პერსპექტივაც არ ჩანს. ნუ პრევენციის მეთოდები ვიცით, იგივეა სტანდარტული მეთოდები, რაზეც ჩვენ უკვე ვისაუბრეთ ამ პოდკასტში, მაგრამ ასევე გვაქვს ჩვენ დამატებით მედიკამენტები, ხო, რომელიც გვეხმარება იმაში, რომ ეს ვირუსები არ მიუერთდეს ჩვენს უჯრედებს და ამით არ მოხდეს ორგანიზმში დაავადების განვითარება. ანუ ეს არის პრეპის პროგრამა, რაც მინდა რომ აქ ვუთხრა ჩვენს მსმენელს, რომ ამ პროგრამებში ჩართვა შეუძლია ყველა ადამიანს, ვისაც სურვილი აქვს. ვინც თვლის, რომ რისკის მატარებელია, ვისაც შეიძლება ყავდეს რა ვიცი, ერთზე მეტი პარტნიორი, ან თუნდაც იმ ერთ პარტნიორს ყავდეს კიდე სხვა პარტნიორები და ასე შემდეგ. ხარ თუ არა საქართველოს მოქალაქე, ამასაც კი არ აქვს მნიშვნელობა, ხო? ანუ ასეთი ტიპის პროგრამები არის უნივერსალური, არის ყველასთვის. ეს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პროგრამა იმიტომ ქვია, რომ ეს არის საზოგადოებისთვის. თუ ყველასთვის ხელმისაწვდომი არ იქნება და მხოლოდ რაღაცა ჯგუფებისთვის იქნება, ის ვერ იქნება მთელი საზოგადოებისთვის, ხო? და ბოლოს აი ჰერპეს ვირუსები და ამით დავასრულოთ, ანუ ესეთი ნუ ჰერპეს ვირუსები არის ძალიან გავრცელებული, ხო? ანუ ასეულობით მილიონ ადამიანს აქვს გენიტალური ჰერპესები, მაგალითად. გენიტალური ჰერპესები და ამ ჰერპესებს რა ახასიათებს, ხო? ისინი არის ინფექციები, რომელიც ჩება ჩვენს ორგანიზმში, მერე პერიოდულად აქტიურდება, რომელზეც რაღაც ფაქტორები ზემოქმედებს და ნუ ესენი არის ხოლმე სერიოზული ან დისკომფორტის გამომწვევი ადამიანებში. შეიძლება თუ არა საერთოდ რო უსიმპტომოდ მიმდინარეობდეს ეს ვირუსები ორსულ ქალებში ამ გენიტალურმა ჰერპესებმა რამე ისეთი მძიმე გართულებები შეიძლება გამოიწვიოს თუ არა, მაგალითად მშობიარობის დროს რამე არის თუ არა გასათვალისწინებელი და აი ეს განსხვავება ორალურ და გენიტალურ ჰერპესებს შორის შესაძლებელია თუ არა, რომ ამ ორალური ჰერპესის გამოვლინებები ნახოთ გენიტალიების არეში. აი ესენია ის ძირითადი შეკითხვები, რომელიც არსებობს ხოლმე ჰერპეს ვირუსებთან დაკავშირებით. კარგი, ზურა, აი ორი სიტყვით ვიტყოდი, შენ პრეპი აღნიშნე რა. ორი სიტყვით ვიტყვი, ზოგადად სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების პროფილაქტიკის მიზნით ანტიბიოტიკების მიღებასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ აი არსებობს ესეთი, რომელზეც ახლა კვლევები მიმდინარეობს, სხვათა შორის და ჯერჯერობით რეკომენდაცია ეს CDC-სგან ზოგადად და არა გვაქვს, აი მაგალითად არის ესეთი დოქსიპეპი ქვია. დოქსიპეპი ნიშნავს დოქსიციკლინი, ეს არის ანტიბიოტიკი, დოქსიციკლინის მიღება. მოდით ჯერ ვთქვათ პრეპი და პეპი არსებობს. პრეპი ნიშნავს pre-exposure prophylaxis, ანუ სანამ ადამიანს შემხებლობა ექნება კონკრეტულ ინფექციასთან, იმის პროფილაქტიკას ვაკეთებთ. პეპი არის post-exposure, ანუ როდესაც შემხებლობა ქონდა იმის. ხო, ვთქვათ, ეხლა ჩვენ აივ ინფექციის შიცის იმაზე ვსაუბრობთ, ხო, პრევენცია. ხო, შიცის პრევენციის არსებობს პრეპი და პეპი, როდესაც ანუ აივ ინფექციასთან სანამ ექნება შემხებლობა ადამიანს არის რისკის ქვეშ და ესეც აღნიშნოთ რომ რისკის ქვეშ როგორც წესი არის LGBT საზოგადოება უფრო მეტად, თუმცა შესაძლებელია იყოს ისეთი ადამიანი როგორც შენ აღნიშნე, რომელსაც ყავს მრავალი პარტნიორი. ხო, საქართველოს სტატისტიკაც ესეთია პირველ რიგზე, ჰეტეროსექსუალი კაცები არის. დიახ, და ამ პაციენტებში ხდება გარკვეული ტიპის მედიკამენტის მიღება, რომელიც ახდენს პროფილაქტიკას იმისა, რომ არ მოხდეს ვირუსის რეპლიკაცია. და პეპი ნიშნავს, რომ პეპი არის უკვე ამ ადამიანს აქვს ვიცით რომ არის და შემხებლობაში არის HIV-სთან, ანუ HIV ინფექციის. ან რისკი არსებობდა რომ ყოფილიყო. ან რისკი არსებობდა, მაგ შემთხვევაში იღებს წამალს, რომ ასევე არ მოხდეს ვირუსის ერთიანი კურსია მე მგონი, ხო, რომელიც იტარებს და ვიცით რომ აღარ განუვითარდება რეპლიკაცია, ანუ გამრავლება არ მოხდება ვირუსის, ხო. არსებობს ესეთი დოქსიპეპი, რაც მინდოდა მეთქვა, ანუ დოქსიციკლინის post-exposure prophylaxis, ანუ როდესაც ადამიანს ჰქონდა სქესობრივი კავშირი და სქესობრივი კავშირის მერე მიიღო დოქსიციკლინი იმისათვის, რომ არ დაემართოს მაგალითად სიფილისი,
არ დაემართოს ქლამიდია, არ დაემართოს ურეაპლაზმა, არ დაემართოს პირობითად გონორეა, ასე შემდეგ. აი ამ დოქსიპეპის დღევანდელ რეალობაში დღეის მონაცემებით მაღალი ხარისხის სამეცნიერო მტკიცებულება იმისა, რომ მოხდეს ჰეტეროსექსუალებში, მაგალითად ადამიანებს, რომლებსაც სქესობრივი კავშირი აქვთ, მაგალითად ქალთან ან ქალს აქვს კაცთან კავშირი, ამის მაღალი ხარისხის სამეცნიერო მტკიცებულება იმისათვის, რომ რეკომენდაციის თვალსაზრისით გადატანილი იქნას ლიტერატურაში და იქნას რეკომენდებული დღეისათვის არ არსებობს, მაგრამ დოქსიპებზე დღეის მონაცემებით რაც გვაქვს, აი დოქსიპეპი ეს პროგრამა, ანუ დოქსიციკლის მიღება შეიძლება გამართლებული იყოს ზუსტად გავს ძალიან აი HIV-ის ამ PEP პროგრამას რა, ანუ იმ ადამიანებში, ვისაც მაგალითად აქვს მრავალი სქესობრივი კავშირი მრავალ პარტნიორთან, მრავალი დაუცველი, ან ის პარტნიორი იყო, იმ პარტნიორს აქვს სხვებთან კონტაქტი. აი ამ შემთხვევაში შეიძლება დოქსიპეპი ჩატარდეს, ანუ დოქსიციკლინის პროფილაქტიკური. ანუ ეს პრაქტიკაში გამოიყენება სადმე? ჯერჯერობით რეკომენდაციის თვალსაზრისით, რეკომენდაცია. ზოგადი არ არის, მაგრამ ინდივიდუალურად ზოგადად ანუ სპეციალისტებმა შეიძლება ურჩიო ადამიანს. ეხლა რაც შეეხება ჰერპესს. ჰერპეს სიმპლექს ვირუსი, ანუ მარტივი ჰერპესის ვირუსი, რომელიც ასევე სქესობრივი გზით გადამდები ინფექციად ითვლება, ჩვენ ზოგადად ვამბობთ, რომ არის ორი ტიპის, ტიპი 1 და ტიპი 2. ზოგადი თვალსაზრისით ტიპი 1 გვხვდება ხოლმე წელს ზევით, ტიპი 2 გვხვდება წელს ქვევით, თუმცა შეიძლება პირიქითაც მოხდეს ტიპი 1 ქვევით, შეგვხვდეს ტიპი 2 ზევით. ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. მკურნალობა ერთი და იგივე იდენტურია მედიკამენტი, რომელიც ანტივირუსული პრეპარატი აციკლოვირი ან ვალაციკლოვირი, რა თქმა უნდა, ეს არის ჯენერიული სახელწოდება და არა კომერციულს არ ვასახელებ. ეს პრეპარატი არის ეფექტური ჰერპესის საწინააღმდეგოდ სამკურნალოდ, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო და არა სხვა მედიკამენტი, რომელიც საქართველოში იშოვება. არის კიდე სხვა წამლები, მაგალითად ფამციკლოვირი საქართველოში არ არის, ამიტომ არ აღვნიშნე. არის რაღაცა ეგრეთ წოდებული, ჩვენ ფეიქ წამლებს ვეძახით, ფეიქ წამლები, რომლებსაც ზოგადად ჩემს პრაქტიკაშიც ყოფილა, რომ პაციენტებს ურჩევიათ, რეკომენდაცია მიუციეთ, რომ მიიღე ჰერპესზე, არ მუშაობს. ჰერპესზე საქართველოში ხელმისაწვდომი წამლები და რომელიც მუშაობს, ეს არის აციკლოვირი ან ვალაციკლოვირი. აი ეს ორი წამალი გვაქვს ჯერჯერობით საქართველოში. უცხოეთში არის კიდე რაღაცა სხვა წამლებიც, რომელიც ჯერ ჩვენთან არ შემოსულა. განსხვავება არ არის მკურნალობისა ტიპი 1, ტიპი 2-ზე ერთი და იგივე მკურნალობა გვაქვს. უნდა აღინიშნოს აუცილებლად, რომ ჰერპესი გადამდები არის მხოლოდ გამოვლენის დროს. ანუ თუ ადამიანს გამოვლენა აქვს კანზე და კანზე გამოვლენა ჰერპესს ახასიათებს კანის გაწითლება, ბუშტუკები, ვეზიკულები, ეროზიული ესეთი წყლულოვანი ელემენტები შეიძლება შეხვდეს. აი უშუალოდ ამასთან თუ კონტაქტი ექნება მეორე ადამიანს, ჯანმრთელ ადამიანს, ამ შემთხვევაში არის რისკი, რომ მოხდეს გადადება. ანუ ერთი ადამიანი და მეორე. ჩვენ ვიცით, რომ ჰერპესის მატარებელი არის დედამიწის მოსახლეობის უმრავლესობა. ახლა ჩვენ რო ავიღოთ ანტისხეულები, რა ვიცი, ალბათ 80%-ს ყველას გვექნება. ანუ ჩვენ რომ მატარებლები ვართ, ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ვართ გადამდებები. ანუ იმის თქმა მინდა, რომ ყველას არ სჭირდება მკურნალობა, ამას იმიტომ აღვნიშნავ, რომ ასევე სამწუხაროდ ხდება ხოლმე ხშირი ჰიპერდიაგნოსტიკა. პაციენტი მივიდა კლინიკაში ექიმთან, პაციენტს დაენიშნა კვლევა, გაიკეთა სისხლის ანალიზი ანტისხეულებზე, ჰერპესი ამოვიდა დადებითი პოზიტიური და დანიშნულებს მკურნალობა. არასაჭირო მკურნალობა არ ჭირდება, იმიტომ რომ არ აქვს გამოვლენა, არანაირი სიმპტომი არ აქვს. ამიტომ მნიშვნელოვანია ამ შემთხვევაშიც მოხდეს დერმატოვენეროლოგის მიერ დანიშვნა მკურნალობის და არა სხვა ექიმის მიერ, იმიტომ რომ როგორც წესი იქ უკვე არის ხოლმე აი ზუსტად ამას ვაწყდებით, ამ არასწორ რეკომენდაციას. ის ზაზა, თუ არასწორად ვიტყვი შემისწორე უბრალოდ, ხო, რომ აქ ჩვენ საუბრობთ ეს მედიკამენტები, რომლებიც გვაქვს, ამ მედიკამენტებით, როცა ჩვენ მკურნალობაზე საუბრობთ, როცა გამოვლენილია ეს ჰერპესი, მაშინ აქვს ამ ყველაფრის მიღებას აზრი, იმიტომ რომ ისე ხოვე რომ მოუკლავთ, ხო, ვირუსი. აი, ნახეთ, ორი ტიპის მიმდინარეობა, ამაზეა საუბარი. ორი ტიპის მიმდინარეობა არსებობს. ერთი მწვავე მარტივი ჰერპესი, როდესაც აი ადამიანს არ ქონია
და ქრონიკულად არ აწუხებს და აი გამოვლენა აქვს, ეს არ არის აუცილებელი მარტო სქესობრივი გზით იქნას გადადებული, არამედ გამოვლენა მოხდა, დაინფიცირდა ადამიანი და აქვს მწვავე ჰერპესი, ამ შემთხვევაში ხდება აი ამ ანტივირუსული ამ აციკლოვირით ან ვალაციკლოვირით მკურნალობის კურსის გავლა 7-10 დღიანი, როგორც წესი და ეს გადის რეალურად. მნიშვნელოვანია რომ მკურნალობა სწრაფად დაიწყოს, რომ ეფექტი მივიღოთ, ანუ გამოვლენიდან არა უგვიანეს 12 საათში. გვაქვს ასევე ქრონიკული მორეციდივე მარტივი ჰერპესი. აი აქ უკვე უნდა აღინიშნოს, რომ ეს ძალიან შემაწუხებელია პაციენტისთვის. ანუ წელიწადში პაციენტს აქვს დაახლოებით 6 ან მეტი ეპიზოდი ამ ჰერპესის, ანუ გამოვლენა შემდეგ გადის, გამოვლენა გადის და აი ესე იტანჯება პაციენტი და ეს არის მისთვის შემაწუხებელი, იმიტომ რომ ჰერპეს ახასიათებს არა მარტო გამონაყარი, არამედ ამას ახასიათებს ტკივილი, წვა, tingling-ი, ასეთი ჩხვლეტითი შეგრძნებები და მოკლედ მე მაგალითად მყოლია პაციენტი, რომელსაც აწუხებდა დუნდულების არეში. და ეს ქალბატონი, ამ ქალბატონს საერთოდ ჯდომა უჭირდა, ვერ ჯდებოდა, ანუ დაჯდომა და ტკივილის დაწყება იყო ერთ და იგივე. წარმოიდგინეთ, რამდენად შემაწუხებელი იყო და ეს ჩვეულებრივად პირდაპირ მნიშვნელობით ვერ ჯდებოდა ეს პაციენტი, იმდენად შემაწუხებელი იყო. აი ეს არის ქრონიკული მორეციდივე ჰერპესი. ქრონიკული მორეციდივე ჰერპესიც გადამდები არის იმ შემთხვევაში, თუ არის გამოვლენა კანზე და მოხდება უშუალოდ კონტაქტი. ამ შემთხვევაში. ისე სხვა შემთხვევაში ესეთი ადამიანი გადამდები არ არის და არ არის აუცილებელი ესეთ ადამიანს რაღაცა ტაბუ დავადოთ და იქით არ გქონდეს კომუნიკაცია, არ იქნებ, ვერ გადაგვდებს. აი ქრონიკული მორეციდივე ჰერპესის დროსაც რეკომენდებულია იქნას დანიშნული მსგავსი პრეპარატები, ოღონდ ამ შემთხვევაში სხვანაირი კურსით ინიშნება, უფრო ხანგრძლივი ვადით. სამწუხაროდ დღეის მონაცემებით აი ესეთი სხვა ტიპის მკურნალობის სქემა ჰერპესის დროს არ გვაქვს. ეხლა რაც შეეხება თვითონ ორსულ ქალებში. ორსულ ქალებშიც ორსულისგან ნაყოფი შეიძლება დაინფიცირდეს იმ შემთხვევაში, თუ ფიზიოლოგიური მშობიარობის დროს, როდესაც ნაყოფი გამოივლის სამშობიარო გზებს გამოივლის, აი ამ სამშობიარო გზებში მოხდება მისი კონტაქტი. აი ამ შემთხვევაში შეიძლება დაინფიცირდეს. სხვა შემთხვევაში, თუ ორსულს გამოვლენილი არ აქვს, უშუალოდ მშობიარობის დროს, მაშინ ეს უსაფრთხოა და ამითი ნაყოფი არ დაინფიცირდება. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ აი უშუალოდ როდესაც მშობიარობა მოუწევს ქალბატონს, მშობიარობის დროს, აი იმ დღეებში, იმ დღეების განმავლობაში ის იყოს მწვავე ჰერპესისგან, ანუ გამოვლენილი ჰერპესისგან თავისუფალი. კი ბატონო. ზაზა, ძალიან დიდი მადლობა. ანუ კიდე ბევრი საკითხი აგერ მეც მქონდა, კიდე მომზადებული რამე არ გამოჩის, მაგრამ ბევრი საკითხი დაგვრჩა სასაუბროდ. ეს ალბათ შემდეგი ეპიზოდისთვის გადავდოთ, შემდეგი ვიზიტებისთვის. დიდ მადლობას გიხდი. მე ვფიქრობ, რომ შენც მედიაში ძალიან ხშირად ხედავთ ხოლმე, ხო? ესეთი საყვარელი რესპონდენტი ხარ ქართველი ჟურნალისტების და ალბათ მაყურებლის და მაქნა გამომდინარე და აი ამ მიმართულებებზე, უშუალოდ სქესობრივის განამდე დაავადებებზე ალბათ კიდევ უფრო ხშირადაც უნდა ვისაუბროთ ხოლმე, ხო, გავამახვილოთ ყურადღება, იმიტომ რომ ის რასაც ახლა შენ საუბრობდი, თუნდაც შენი კლინიკური პრაქტიკიდან გამომდინარე, ის დამოკიდებულებები, აღქმები ჩვენი თანამოქალაქეების, მიუთითებს იმაზე, რომ ჯერ ბევრი გვაქვს სამუშაო და ბევრი პრობლემა გვაქვს ისევ ჩვენ გარშემო. ჩვენ ამ პოდკასტის მიმდინარეობის დროს პრევენციაზე, იმ პროფილაქტიკურ ღონისძიებებზე, მიმქცევით რაღაც უნარებზე კი არა და ჩვენს ქცევაზე დამოკიდებულ რაღაცა პრევენციის საშუალებებზე ბევრი ვილაპარაკეთ. სოციალურ პასუხისმგებლობა, რომელიც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ჩვენ სამსაზოგადოების წევრები ვართ, ხო, და პასუხისმგებლობა გვაქვს სხვა ადამიანებზე. ერთი რაც არ აღვინიშნავს და უბრალოდ აქ დავამატებ არის ეს, რომ ადამიანის პაპილომავირუსების ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები, რომელი გვაქვს და ვის შეუძლია რომ ეს მიიღოს, აი 2025 წლიდან ჩვენ უკვე გვაქვს 9 კომპონენტიანი, 9 ვალენტიანი ვაქცინა, რაც ნიშნავს იმას, ამერიკული. ამერიკული გარდასიცხრა, კი, ანუ ყველაზე ტოპ და ყველაზე კარგი ვაქცინა და
9 სხვადასხვა შტამის მიმართ არის ეფექტიანი, ანუ ყველაზე რისკიანი ყველაზე შტამები. რისკიანი შტამების მიმართ მიმართული. ეს ვაქცინები ერთის მხრივ არის აცრების ეროვნულ კალენდარში 11-12 წლის ბავშვები იცრებიან, როგორც გოგოები ისე ბიჭები და ამის ზემოთ აი ეს ერთი წლით კიდე გახანგრძლივდა იმუნიზაციის გაფართოებული პროგრამა, რომლითაც 26 წლის ჩათვლით ბიჭებს და კაცებს და 45 წლის ჩათვლით გოგოებს და ქალებს შეუძლიათ რომ უფასოდ აი ეს უფასოდ რაც ნიშნავს ამის ფული გადახდილი გაქვთ თქვენ უბრალოდ გადასახადებით გზით დაფინანსებულია თქვენ შეგიძლიათ რომ ეს ვაქცინა მიიღოთ მიმართოთ ნებისმიერ დაწესებულებას სადაც უბრალოდ ვაქცინაციის კაბინეტი არის და შეგეძლებათ ამ სერვისის მიღება ანუ ამ ვაქცინის გაკეთება ისე გაითვალისწინეთ რომ კიდევ ერთი ხშირად ასმული კითხვა რომ ამასაკობრივი ჯგუფის ზემოთ არ შეგვიძლია, ანუ ეს ამ კითხვას ვამეხმე, ყველა შეუძლია ვისაც უნდა, უბრალოდ ამ შემთხვევაში უკვე ჯიბიდან გადახდა მოუწევს და ძალიან ძვირადღირებული სიამოვნებაა. მეც არა ვარ ამ ასაკობრივი ჯგუფში და შესაბამისად, როცა ეს ვაქცინაცია ჩავიტარე, მე თვითონაც გადავიხადე ამ ვაქცინის ფული. დღეს ამით გემშვიდობებით, ძალიან დიდ მადლობას გიხდით მსმენელებს, მოსმენისთვის. აქვე გთხოვთ, რომ გამოიწეროთ ჩვენი არხი. თუ მოგეწონათ ეს ვიდეო, შეგიძლიათ რომ ლაიქსაც დააჭიროთ, ამით ჩვენ ძალიან დაგვეხმარებით. თუ კი რამე კითხვები გაქვთ, შეგიძლიათ კომენტარებში დაგვიწეროთ. მათ შორის ზაზასთან თუ გექნებათ კითხვები, შეგიძლიათ დაგვიწეროთ და ეს კიდევ ერთ საფუძველი იქნება იმის, რომ კიდევ ერთ ეპიზოდში მოვიწვიოთ ზაზა და უკვე იმ შეკითხვებს უპასუხოთ, რომელიც გექნებათ. ასევე გამოვყვებით ჩვენს სხვა სოციალურ გვერდებზე, შესაბამის ბმულებს თქვენ ნახავთ ეკრანზეც და ნახავთ ვიდეოს აღწერაში. დიდ მადლობას გიხდით და შევხვდებით მომდევნო ეპიზოდში. ნახვამდის.